მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მომდევნო ცოტა განსხვავებული ტუტორიალით. შედარებით მოკლე ტუტორიალი იქნება, მაგრამ რაღაც განსხვავებული რაც აქამდე არ გამიკეთებია. ტესტირების ტუტორიალი იქნება კონკრეტულად რომ გითხრათ და ეხლა გაგიშლით ნელ-ნელა დეტალებს. სანამ საქმეზე გადავარ, ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი DeepRank AI ქართული სტარტაპი და ასევე Heptiki და მეორე დეტალი იცით რაც უნდა გააკეთოთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ სოციალურ ქსელში, სადაც ვართ წარმოდგენილები, YouTube, TikTok, Instagram, Facebook, LinkedIn, AI Pulse Georgia ან ჩემი სახელი დაგვარით, თორნიკე ბოლოკაძე, შეგიძლიათ მომნახოთ და მეორე დეტალი კიდე რაც უნდა მეთქვა, ტუტორიალების სერია მზად არის და ამ დღეებში რამდენიმე ტუტორიალსაც შემოგთავაზებთ. მოკლედ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ეხლა გადავიდეთ უკვე საქმეზე. 20-25 წელი დასასრულს უახლოვდება, იწურება თანდათან და რაღაცნაირად ისეთი სიმბოლური ტუტორიალი მოგიმზადეთ, რომელიც ახალ წელთანაც გარკვეულწილად არის დაკავშირებული და საერთოდ ონლაინ სერვისების სარგებლობასთან. დღეს მინდა განვიხილო ამ ტუტორიალში ქართულ ვებსაიტებზე ჩაშენებული AI chatbot-ები, რომელთანაც მომხმარებლებს აქვთ კომუნიკაცია. სხვადასხვა ინდუსტრიიდან, სხვადასხვა სფეროდან. სანამ გადავიდოდეთ ტესტირებაზე და გაგარკვევდეთ ყველა დეტალში, მაგამდე მინდა მცირე მიმოხილვა გავაკეთო საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით. 20-25 წელი, ჩემო მეგობრებო, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ გენერაციული AI-დან თანდათანობით ტრანსფორმერ და აგენტურ AI-ზე. ანუ მოკლედ რო განმარტოთ, გენერაციული AI-დან, რომელთანაც ჩვენ აქამდე წინა წლებში უბრალოდ კომუნიკაცია გვქონდა დიდენობრივ მოდელებთან, რაღაცებს ვაგენერირებდით, მაგრამ ძირითადად კომუნიკაციით შემოვიფარგლებოდით, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტს გაუჩნდა აგენტური შესაძლებლობები, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არათუ მხოლოდ კითხვებზე გაგვცეს პასუხი, არამედ ჩვენთვის გარკვეული მოქმედებები შეასრულოს ჩვენი დავალებით. მოკლედ, მთლიანად აგენტური გახდა ხელოვნური ინტელექტი, უფრო სწორად მე არ მიყვარს ტყუილი და არ მიყვარს ზედაპირული ლაპარაკი. ეხლა მიდის ეს პროცესი, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ სრულად ჩამოყალიბებულია ეს ყველაფერი, თუმცა პროცესი მიდის AI ბრაუზერებიდან დაწყებული, სხვა AI აგენტური პლატფორმებით დამთავრებული. დღეს ყველაზე ნომერ პირველი პრიორიტეტი სწორედ AI-ის აგენტური შესაძლებლობებია. ეს სხვა ტუტორიალის სალაპარაკო თემაა, ჩვენ ახლა ვფოკუსირდეთ დღევანდელ საკითხებზე. სულ რაღაც 2 წლის წინ AI chatbot-ი გულისხმობდა და ნიშნავდა ვებსაიტზე პატარა მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებულ ფანჯარას, რომელსაც წინასწარ ჰქონდა კითხვებზე პასუხი დასწავლილი, რაღაცა მარტივი ფორმით ჩვენთან კომუნიკაციაში შემოდიოდა რობოტულად, ყველას გვაღიზიანებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის გადაგვთავდა ოპერატორთან. აი წელს უკვე სიტუაცია ცოტა შეიცვალა. რა მოხდა განსაკუთრებული 20-25 წელს? AI chatbot-ებმა განიცადეს ევოლუცია ტექსტის უბრალო გენერატორებიდან, ისინი წარმოგვიდგნენ როგორც ავტონომიური პროგრამული ერთეულები. ნაცვლად იმისა, რომ AI chatbot-მა ინსტრუქცია მოგცეთ, როგორ გადარიცხოთ თანხა, ეხლა უკვე მას ამ ოპერაციის ჩატარება შეუძლია. ნაცვლად იმისა, რომ სადაზღვეო სფეროში რაღაცა უბრალოდ რჩევადარიგებები მოგცეთ, ახლა მას უკვე შეუძლია ინვოისი დააგენერიროს. ნაცვლად იმისა, რომ ზოგადი მითითებები მოგცეთ, როგორ შეიძლება დაჯავშნოთ მატარებლის ბილეთი ან თვითმფრინავის ბილეთი სადმე, ახლა უკვე კონკრეტული ოპერაცია შეუძლია გააკეთოს და ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს ადამიანის მინიმალური ჩარევით. აი ეხლა პირდაპირ გეტყვით და ხაზს გავუსვამ ამას. მე გიყვებით სოფლიოში არსებულ იდეალურ საუკეთესო პრაქტიკებზე, რაც არის AI chatbot-ებთან დაკავშირებით სხვადასხვა წარმატებული ორგანიზაციების кейსებს. ეს ყველაფერი, რასაც მე ახლა გეტყვით, არ ნიშნავს, რომ საქართველოში არის ინტეგრირებული. უფრო სწორად ცოტა ხანში დავიწყებთ ტესტინგს და ვნახავთ საქართველო რა დონეზეა ამ მიმართულებით, სადამდეა ამ წოთას მისული. დღეს როცა ვსაუბრობთ AI chatbot-ებზე, გულისხმობთ არა უბრალოდ chatbot-ებს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, არამედ ციფრულ მომსახურების არხს უკვე, რომელიც ასაპორტებს თავისი მხრივ გაყიდვებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, ადამიანების თვითმომსახურებას და მრავალ სხვადასხვა მიმართულებას კიდევ სხვადასხვა სფეროდან. მოკლედ, ბაზარი ტრანსფორმირდა და AI chatbot-ები მარტივი FAQ-ზე დაფუძნებული ბოტებიდან გარდაიქმნენ ჯერ გენერაციულ ასისტენტებზე და შემდეგ უკვე ეხლა 20-25 წლის ბოლოს აგენტური შესაძლებლობებით დატვირთულ საკომუნიკაციო საშუალებებამდე, რომელსაც შეუძლია უკვე შემდეგი ნაბიჯების გავლა, ანუ პროცესის ბოლომდე მიყვანა. ინფორმაციის მოძიება, სტატუსის შემოწმება, ფორმის შევსება, კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა, რაღაცის დაჯავშნა
და ბოლოს თუ მაინც რაღაცა პრობლემაა და თავს ვერ ართმევს, ადამიანთან სწორ დროს ესკალაცია. ჩატბოტების ევოლუცია სამ ფაზად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ეს არის მარტივ სკრიპტზე მენიუზე დაფუძნებული ჩატბოტები. ყველაზე გახსოვთ ეს ამბავი თავიდან Facebook-შიც ჰქონდა ამის შესაძლებლობა და სხვადასხვა პლატფორმაზე. როცა ვაძლევდეთ ძალიან მარტივ სკრიპტს და საკმაოდ სწრაფად მოქმედებდა, მაგრამ ძალიან პრიმიტიული და შეზღუდული იყო. შემდეგ ჩატბოტებმა უფრო მაღალ დონეს მიაღწიეს თავის ევოლუციაში და გარდაიქმნენ RAG სისტემებად გარკვეულწილად, ანუ FAQ-ზე, ორგანიზაციის შიდა ბაზაზე დაფუძნებულ ჩატბოტებად. რომლებიც ძალიან კარგი იყო, ინფორმაცია ამოჰქონდა ძალიან კარგად ორგანიზაციის შიდა ცოდნიდან, ადამიანურ ენაზე თარგმნიდა და აწვდიდა მომხმარებელს მეორე მხარეს, მაგრამ მაინც ეს არ იყო ჩვენ რაც გვჭირდებოდა. აი, ეხლა უკვე გვაქვს კიდევ ერთხელ გეტყვით აგენტური AI ჩატბოტები. ყოველ შემთხვევაში სტანდარტი უკვე მსოფლიოში ეს არის, რომ ეს უნდა იყოს ყველა ორგანიზაციაში. სასურველი და ინოვაცია სწორედ ეს არის. აი, მას უკვე შეუძლია კარგად დაფიქრდეს და ქმედებაც განახორციელოს ჩვენთვის. მომხმარებლისთვის ვინც ველაპარაკებით ამ ჩატბოტს. გამოიყენოს შესაბამისი ხელსაწყოები და ინტეგრაციები, რაც მასშია და აღასრულოს გეგმა. ხო, აქვე გეტყვით. არც ისე მარტივად არ არის საქმე, რადგანაც ძალიან სერიოზული პრობლემაა აგენტური AI-ის ამ კუთხით განვითარებასთან ერთად prompt injection. ანუ თაღლითობები, როცა შეუძლია რაღაცა გარე პირს, რაღაცები თაღლითოს და სერიოზული პრობლემები შეუქმნას AI-ს. ესეც ცალკე სალაპარაკო თემაა, ძალიან შორს არ წავალ, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ სერიოზულ პრობლემებს ეხება ზოგჯერ საქმე და სერიოზული თავდაცვითი მექანიზმია საჭირო დიდი AI მოდელების მხრიდან. და ჩვენი მხრიდანაც ვინც ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ჩვენ ნახავთ ქართულ სხვადასხვა ვებსაიტს და ვეცდებით რომ მოუძებნოთ ასეთი AI ჩატბოტები ალბათ სამი სხვადასხვა მიმართულებით. პირველი ინფორმაციული ჩატბოტები, რომლებიც LLM-ის გამოყენებით კომპანიის შიდა ინფორმაციებზე მოგცემენ საჭირო კითხვებზე პასუხს, რაც ჩვენ გვჭირდება და რაც საჯარო და ღიაა და ამას გააკეთებენ ძალიან კარგ დონეზე. მეორე მიმართულება ეს არის ტრანზაქციული ასისტენტები, რომელთაც აქვთ ჩვენს მონაცემებზე წვდომა, რადგანაც კომპანიასთან ჩვენ კავშირი გვაქვს, ვისაც ვწერთ და კონკრეტულ ამოცანებს ასრულებენ ჩვენი დავალებით, ანუ უკვე აგენტურია ესეთი ასისტენტი და მესამე ეს არის მულტიმოდალური აგენტური AI ჩატბოტები, რომლებსაც ესმით ჩვენი ხმა, მაგალითად ჩვენ მიერ ატვირთული ფოტო და შესაბამის მოქმედებებს განახორციელებენ აქედან გამომდინარე შესაბამის აგენტურ ოპერაციებს. მე მოლოდინი მაქვს, რომ აი დაახლოებით ასეთი სამი ტიპის ასისტენტები შეიძლება შეგვხვდეს დღეს და ვნახოთ როგორი იქნება. არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სრულყოფილად მუშაობენ, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია ამის შესახებ და სერიოზულად განვიხილოთ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. როგორც ინტერნეტში და მათ შორის LLM-ებშია ინფორმაცია გავრცელებული, საქართველოს გამონაკლისი ამ სოფლიო ტრენდიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის, კონკრეტულად კი ბანკებს, რიტეილს, სახელმწიფო სექტორსაც კი აქვს დანერგილი კონკრეტული ლოკალიზებული AI ჩატბოტების სისტემები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით ქართული ენა, იძიებენ ძალიან კარგად კონტექსტს, ასრულებენ ასევე შესაბამის ოპერაციებს და სერიოზულად წარმატებული გამოყენების მაგალითები არსებობს, როგორც მე ვნახე ინტერნეტში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ყველაფერი რეალურად შევამოწმოთ. ხო, ერთი რაღაცა დამავიწყდა, ასეთი რაღაცა შემხვდა ერთგან ეწერა, რომ ძალიან კარგად ესმით ქართულ ვებსაიტებზე არსებულ ჩატბოტებს ქართული კონტექსტი, ქართული სამართლებრივი და ფინანსური ჩარჩო. ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ნუ შევამოწმოთ, ესეც ვნახოთ როგორი იქნება. მოკლედ, დღეს მე დავტესტავ ქართულ ვებსაიტებზე ჩაშენებულ AI ჩატბოტებს და ჩატ ვიჯეტებს. სხვადასხვა ინდუსტრიიდან აფთიაქი, e-commerce ტექნიკის ვებსაიტები, სახელმწიფო სერვისები, ბანკები, ტელეკომი, მოკლედ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავ. ეხლა მოკლედ გეტყვით და მე უკვე გიჩვენებთ ჩემს შემუშავებულ მარტივ მეთოდოლოგიას. ასე ვთქვათ, კრიტერიუმები განსაზღვრული, ქულები და მოკლედ მთელ სისტემას გიჩვენებთ, რომ რაღაცა დაბნეულობა არ იყოს და იცოდეთ, რომ ზუსტად მაქვს ყველაფერი გათვლილი, პატარა მასშტაბზე, მაგრამ მაინც. რუბრიკა რითაც ვაფასებ ამ ჩატბოტებს მარტივია გასაგებად. ცოტახანში გიჩვენებთ, როგორც გითხარით, მაგრამ უკვე გეტყვით მოკლედ, ქართული ენის გაგება, კონტექსტის ზუსტად დაჭერა, დამაზუსტებელი კონკრეტული შეკითხვების დასმა, ქმედითობა, კონტექსტის შენარჩუნება, ტონისა და ემპათიის როგორი უნარი აქვს, ასევე ოპერატორთან ესკალაციის სიჩქარე, გამჭვირვალობა, კონფიდენციალურობა, ზოგადი UX-ი, მოკლედ, ბევრი კრიტერიუმი მაქვს განსაზღვრული, რითიც უნდა შევაფასოთ ჩვენ ჩატბოტები. საბოლოოდ გვჭირდება გავიგოთ არა ის, ვის როგორი ლაპარაკი შეუძლია რამდენად კარგი,
არამედ გავიგოთ ის, ვის შეუძლია მომხმარებლის პრობლემების რეალურად გადაწყვეტა. თან უსაფრთხოებისა და გარკვეული ეთიკის გათვალისწინებით, რაც 2025 წელს ძალიან რელევანტური საკითხებია. სამ რაღაცაზე მინდა გაამახვილოთ ყურადღება ამ ტესტირების დროს გქონდეთ გონებაში. პირველი ეს არის, რამდენად კარგად საუბრობენ ქართულ ენაზე, მიაქცეთ ამას ძალიან დიდი ყურადღება. მეორე ეს არის, თქვენ თვითონაც დააკვირდეთ, რამდენად ინტეგრირებულები არიან კომპანიის შიდა სისტემებთან და მესამე ეს არის რიზონინგი, რამდენად აქვთ ლოგიკური მსჯელობის და ნამდვილი ფიქრის უნარი. ამასაც მინდა რომ დააკვირდეთ. მოკლედ, სანამ დავიწყებდეთ ახლა ტესტირებას, მე მინდა გაჩვენოთ ჩემი მიერ შემუშავებული მცირე მეთოდოლოგია და ელემენტარული სამართლიანობის პრინციპები, რომ რაღაცნაირად თანაბარ პირობებში მოვახდინო ეს ტესტირება და არ მივანიჭო ვიღაცას რაღაცა არასამართლიანად ზედმეტი და დავიცვა გარკვეული წესები ამ კუთხით და პირველ რიგში ეს მინდა გაგაცნოთ და შემდეგ უკვე გადავალ მე უშუალოდ ტესტირებებზე. დავიწყოთ ახლა მეთოდოლოგიის და იმის გაცნობა, რაც მოამზადე ამ ტესტირებისთვის, რომ რაღაცა პროფესიონალური მაღალი დონის გამოგვივიდეს და არა უბრალოდ ტესტირება. პირველ რიგში განსაზღვრე, ესე იგი, კრიტერიუმები და უცებ მინდა წაგიკითხოთ, რომ გაგარკვიოთ ამ თემაში რაღაცა დაბნეულობა არ გამოიწვიოს. ეს არის ენის გაგება, რამდენად კარგად ესმის ქართული სლენგი, შემოკლებები და გრამატიკა. მოთხოვნის გაგება. სწორად დაიჭირა მიზანი თუ არა, ანუ გაერკვია თუ არა ჩატბოტი საერთოდ რას ვეკითხებით. გაურკვევლობის მართვა. სვამ სწორ დამაზუსტებელ კითხვებს თუ უბრალოდ ვერ გაიგო საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაზე არ არის. პრობლემის გადაჭრა, ქმედითობა. შეუძლია თუ არა კონკრეტული ოპერაციების შესრულება, მაგალითად ამონაწერის მოთხოვნა თუ უბრალოდ ლინკს ვიკეთებს. კონტექსტის შენარჩუნება, ახსოვს თუ არა რა ვკითხე წინადადებაში. ემპათია და ტონი, რამდენად ბუნებრივია საუბარი, არის თუ არა ხისტი და რობოტული. ესკალაცია ოპერატორზე. თუ ვერ პასუხობს, რამდენად სწრაფად და მარტივად მაკავშირებს ადამიანთან. სიჩქარე, რამდენად სწრაფად დაიწყო გონივრული პასუხების გაცემა. გამჭვირვალობა, ამბობს თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტია, ბოტი ან აგენტი ან რა ვიცი ნებისმიერი რაღაც. ასახელებს სამუშაო საათებს, შეზღუდვებს, მოკლედ გამჭვირვალედ წარმოადგენს ყველა დეტალს. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ითხოვს ზედმეტ პერსონალურ მონაცემებს თუ არა, აფრთხილებს ამის შესახებ თუ არა მომხმარებელს. და ბოლოს UX-ი, ხელმისაწვდომობა, ვიჯეტი არ ჭედავს, მობილურზე, დესკტოპზე მოსახერხებელია, სწრაფი ღილაკები და მოკლედ მოწესრიგებულადაა სულ ყველაფერი. სამწუხაროდ დღეს ტელეფონზე არ დავტესტავთ, მხოლოდ და მხოლოდ მაკიდან დავტესტავ ამას. ნუ ტელეფონზე თქვენც ნახავთ უკვე შემდეგ დაახლოებით იგივე იქნება, შეიძლება UX-ში იყოს რაღაცა მცირე სხვაობები. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე დეტალს, ნუ შკალა მოქვს მოცემული ქულები 0-დან 3 ცუდი, ვერ გამოვიყენე, 4-დან 6 საშუალო, ზოგადი დახმარება, 7-8 ეს არის კარგი, უმეტესად სწორია, 9 ძალიან კარგი, სწრაფი, ზუსტი და ქმედითია. თვითონ ვებსაიტებს რაც შეეხება შერჩეული მოქვს შემდეგი ვებსაიტები: PSP, Extra-G, Gorgia, Zoomeri, MyMarket, RD სადაზღვეოდან, TBC, საქართველოს ბანკი, Liberty ბანკი, Makti.com, Silknet და RSG. მაქვს რამდენიმე ზოგადი კითხვა მომზადებული და მერე უკვე მაქვს დაწვრილებით მურგებული შეკითხვები უკვე როგორც შეგვიძლია წარმართოთ საუბარი. ნუ ზოგად კითხვებში ბოტი ხარ თუ ოპერატორი ხარ, რა საათებში მუშაობთ, ნუ ამას ყველას ვკითხავ. შეკვეთის სერვისის სტატუსი ვერ ვნახე და ამეხმარე რა, სად გავჩითო. მინდა პრობლემა გადავწყვიტო, რა ინფორმაცია გჭირდება მინიმალურად რომ დაიწყო. კაი, მაშინ ზუსტად იმაზე მითხარი, რაც წეღან კითხე, ჩემი კონკრეტული შემთხვევისთვის რა ნაბიჯებია, კონტექსტის მეხსიერება რომ შევამოწმოთ, ბარათის ნომერს და პირად ნომერს მოგწერ და აქვე გამიკეთებ, შეკითხვა რომ კონფიდენციალურობის დონე შევამოწმოთ, ადამიანთან გადამრთე თუ შეიძლება ბოტით ვერ ვაგვარებ. ეს რომ ესკალაციის ისრაფი შევამოწმოთ. მოკლედ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ტესტირებაზე და დავიწყოთ ჩვენ პროცესი. დავიწყოთ PSP-ს განხილვით, მეგობრებო. პირველ რიგში, ეხა სანამ ჩავრთავდი ესე გადაღებას, სიმართლე გითხრათ, კარგი ხანი ვეძებე, ვერ შევამჩნიე უცებ აქ PSP ასისტენტი აქ რო ეწერა, აქამდე არ მქონდა ნასარგებლები, მე რატომღაც ვეძებდი ქვემოთ ან სადღაც აქ და ეხლა ბოლოს შევამჩნიე, რომ აქ იყო, ხო, არ ვიცი, გავიდეს ცოტა დრო, დავტესტოთ ყველაფერი და მე ამაშიც გულას დავწერ, იმიტომ რომ კი მართალია, რომ აქვეა მოცემული, მაგრამ რა ვიცი, ცოტა წვრილად
რაღაც წერია და სიმართლე გითხრათ, პირველი ამას არ შემიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრშია კი შეიძლება უნდა შემეხედა, მაგრამ ჩემი გამოცდილებით რატომღაც ვეძებდი, რომ ქვემოთ უნდა ყოფილიყო და ხო, არ ვიცი რამდენად სწორი UX-ია ეს, რომ აი აქაა მოცემული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შევიდეთ. ნუ PSP ასისტენტთან წლომისთვის როგორც ხვდები მთხოვს მე რეგისტრაციას, ოკეი, Google-ით გავიაროთ უცბად რეგისტრაცია და ვნახოთ რა ხდება. კი ბატონო, შევედით და ნომრით ვერიფიკაციას მთხოვს 57922501809 გავიაროთ ვერიფიკაცია. ტელეფონის ნომრის ფორმატი არასწორია. ოკეი. ვერ მივხვდი რა უნდა 57922501809. კი ბატონო, მოვიდა SMS-ი მე მგონი 0401. კი ბატონო, გავიარე ვერიფიკაცია და შემიძლია მე მგონი დავიწყო. ასეთია ჩვენი პანელი. შემარჩევინეთ თავის მომავლის პროდუქტები, ეს ტემპლეიტებია მოცემული, გადამივუნწმე შეკვეთის სტატუსი, მიმდინარე ფასდაკლებები რა პროდუქტებზე გაქვთ. მოდი ჯერ საერთოდ მივესალმოთ, გამარჯობა. გამარჯობა თორნიკე, რით შემიძლია დაგეხმარო? ოკეი, მოდი ჩვენთვის საჭირო კითხვები დავუსვათ თავიდან. მოდი ეს ვკითხოთ პირველ რიგში და მერე გადავიდეთ უკვე მორგებულ შეკითხვებზე. მე ვარ PSP-ს ჩატბოტი და მზად ვარ დაგეხმარო ონლაინ შეკვეთებთან, ფასდაკლებებთან, აფთიაქის ადგილმდებარეობისა და სხვა საკითხებზე. ეს არ ვიცი რამდენად გამართულად სწორი ქართულია, თავს ვერ დავდებ, შეიძლება მე მეშლება. შემიძლია დაგეხმარო ონლაინ შეკვეთებთან, ფასდაკლებებთან, აფთიაქების ადგილმდებარეობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე მგონი, რომ ასე უნდა იყოს, თუ რამე არ მეშლება ჩემი ქართული ენის ცოდნით სკოლის პერიოდიდან. თუ მეშლება, მე ბოდიშით და მე მოვატიეთ. ჩვენი ჩატის მხარდაჭერა მუშაობს ყოველ დღე 9-დან 10 საათამდე. თუ გსურს ოპერატორთან დაკავშირება, შეგიძლია მომწერო და გადავრთავ ოპერატორზე. ანუ ჩატი 24 საათიანი არ არის, ოპერატორს არ ვგულისხმობ. ოპერატორს არ ვგულისხმობ. AI ჩატი 24 საათიანი არ არის? ეს ვკითხოთ. AI ჩატი მუშაობს 10 საათამდე. ამ დროის გარეთ შეკვეთების გაკეთება შეგიძლია ვებგვერდზე 24/7-ზე. არ დაჭერა ხელმისაწვდომია მხოლოდ სამუშაო საათებში. თუ შეკვეთას 9 საათის შემდეგ გააკეთებ, მიტანა დაიწყება მეორე დღეს 9 საათიდან. ოკეი, ეს ამ კითხვაზე პასუხი გავიგე. შემდეგ შეკვეთას სერვისის სტატუსი ვერ ვნახე და დამეხმარე რა, სად გავჩითო? სლენგით მივმართავ, ნახოთ ეს რას მეტყვის ამ შეკითხვაზე. შემდეგია ეს. ნახოთ. თორნიკე, შენ შეკვეთის სტატუსის სანახავად შეგიძლია იწვიო შემდეგ ბმულს. შეკვეთების ისტორია. იქ ნახავ ყველა შენს შეკვეთას, დეტალებს და სტატუსს. თუ კიდევ გაქვს შეკითხვა ან ვერ პოულობ საჭირო ინფორმაციას, მომწერე და დაგეხმარებ. გავიგე, შემდეგი მინდა პრობლემა გადამოიწყო რა ინფორმაცია გჭირდება მინიმალურად რომ დაიწყო. მოდი ესეც ვკითხოთ. მერე ისევ დაუბრუნდეთ. თორნიკე, პრობლემის გადასაწყვეტად მინიმალურად მჭირდება შემდეგი ინფორმაცია, შეკვეთის ნომერი ან დეტალები, მაგალითად როდის და რა შეუკვეთე, რა ტიპის პრობლემაა, მაგალითად არასწორი პროდუქტი მიტანის, გვიანება გადახდის პრობლემა და შემდეგ სასურველია მიუთითო შენი საკონტაქტო ტელეფონი ან ელფოსტა, თუ სხვა ვიდრე პროფილში წერია. თუ ეს ინფორმაცია გაქვს, მომწერე ოპერატორს გადავრთავ, რომ სასწრაფოდ მოგემსახურონ. მომწერე და ოპერატორს გადავრთავ. ოპერატორთან გადაგვრთავ. ეგრე არ უნდა იყოს ქართულად? ანუ ეს გამართულად არ არის მე მგონი. რომ სწრაფად მოგეხმარონ. ოკეი, გავიგე. ეხა ეს შეკითხვა დავსვათ, კაი, მაშინ ზუსტად ის მითხარი, რაც წეღან გკითხეთ. ჩემი კონკრეტული შემთხვევისთვის რა ნაბიჯებია? პრობლემა რომ მომიგვარო. ეს მერე პირად მონაცემებზეც ვკითხოთ. თორნიკე, შენი კონკრეტული შემთხვევაში რა პრობლემა მოგიგვარო, ასე უნდა მოვიქცე. უნდა მომწერო შეკვეთის ნომერი ან აღწერო რომელი შეკვეთაზეა პრობლემა. ოკეი, გასაგებია, პრობლემა დამიწერო.
რა პრობლემაა, პროდუქტი დაზიანებული მიტანა, bla 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 bla, ამის შემდეგ ოპერატორზე გადაგთავ, რომ უშუალოდ მოგიგვარონ პრობლემა, ანუ თვითონ ვერ მომიგوارებს, ოპერატორზე უნდა გადამრთოს, გასაგებია შეკვეთის ნომერი თუ გაქვს მომწერე და ოკეი, გავიგებთ ხოს ამას. აქვე გამიკეთებ შეკვეთას. მოდი ასე ვკითხოთ ახლა, თუ შეუძლია რომ აქვე გამიკეთოს შეკვეთა, ეს გავარკვიოთ. თორნიკე ბარათის ნომერი და პირად ნომერს არ გთხოვ და არც გიჩვენ რომ ამ ჩატში მომწერო უსაფრთხოების მიზნით. ძალიან კარგი. შეკვეთის გაკეთება შეგიძლია მხოლოდ ვებგვერდზე, ნუ ეს ცუდია რომ აქვე არ შემიძლია შეკვეთა, მაგრამ პრინციპში მონაცემების მიცემა თუ არ მინდა, ცუდი რატოა? აირჩიე პროდუქტები, მივთითე მისამართი და bla bla bla, მოკლედ ოპერატორზე გადაგთავ. ოკეი, შენ მარტივად და სწრაფად შეგიძლია ახლავე გადამისამართო ოპერატორთან. ოკეი, გადამრთო ოპერატორთან, მაგრამ მოდი დაველოდოთ, ნახოთ როდის გამომეხმაურება ოპერატორი და მე უბრალოდ ახალი საუბარი დავიწყოთ. ამასობაში გავხსნათ ჩვენ აქ მომზადებული შეკითხვები, უკვე კონკრეტულად PSP-ზე მორგებული და აი აქ ვნახოთ და ბოლოს გავაკეთოთ უკვე შეფასებები. გამარჯობა. როგორც ჩანს, ოპერატორი არ არის შემოსული, თუ რამე არ მეშლება. ოპერატორი ბრძანდებით? ვერ მივხვდი, მეგობრებო, ოპერატორი მელაპარაკება ისევ ჩატბოტი თუ საერთოდ ვინ? მოკლედ საკმარისი დრო გავიდა და რაღაცა ოპერატორი ვერ მეხმიანება დროულად. აი წერს რაღაცას, ვნახოთ რა იქნება. თუ ოპერატორია, ვნახოთ. გამარჯობა, გისმენთ თორნიკეს, სავარაუდოდ ოპერატორია. ოპერატორი ბრძანდებით თუ AI მწერს ახლა. ნახოთ ამ შეკითხვაზეც პასუხი. ოპერატორი გისმენთ. კი ბატონო, მიპასუხა საბოლოოდ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დაყონება საკმაოდ ჰქონდა. ოკეი, ოპერატორს არ ვტესტავთ, ამჯერად შესაბამისად ახალ საუბარს დავიწყებ. ოპერატორი არ არის ჩემთვის ამ წუთში მნიშვნელოვანი, როგორ მიპასუხებს, რადგანაც ოპერატორის მომსახურებას არ ვტესტავთ. დასრულება შეფასების საშუალებასაც მაძლევს, კომენტარის საშუალებასაც მაძლევს. ოკეი, ძალიან კაი. ეხლა დავიწყოთ ახალი ჩატი ჩვენ და დავუსვათ შეკითხვა ფასი მარაგების შესახებ. აბა ვნახოთ ამაზე როგორ მიპასუხებს. რომელ ქალაქში გსურთ შევამოწმოთ ფასი მარაგი თბილისი? პარაცეტამონი 500 მგ-იანი, ოკეი, ავირჩიე. ოკეი. ხელმისაწვდომია ონლაინ შესაძენად, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ შეძენით და გატანის სერვისით. უბრალოდ წავიდა და ონლაინში რაც იყო ხელმისაწვდომი, ისინი მაჩვენა სავარაუდოდ კი. ისინი ამოიღო ინფორმაცია, მეტის ჩვენება იხილოთ, მეორე გსურთ კონკრეტულ რაიონში მოგიძებნოთ აპტეკი. დიახ, დიდ დიღომში ვარ ამ წუთას და მინდა ზუსტად მითხრათ, რომელ მისამართზე შემიძლია რომ ვიყიდო. ნახოთ რა იქნება. პეტრე იბერი, ფარნავაზი, არჩილ მეფე. ოკეი, გამომიგდო როგორც ხვდები. იმ მისამართების სია, სადაც არის ხელმისაწვდომი ეს წამალი. ოკეი, ძალიან კარგი. შემდეგი, ბავშვებისთვის სიროფი სიცხეზე მინდა, რა ვარიანტები, რა ასაკიდან. ანუ რაღაცა სლენგით შეგვიძლიათ მივმართოთ და ამაზე ვნახოთ რას მეტყვის. თუ შეიძლება აირჩიეთ რომელ პროდუქტს გულისხმობთ. სიროფით ნახა პროდუქტები, გასაგებია, მინიშნებები გამიკეთეთ. მოდი პირდაპირ ვკითხოთ, ალერგია მაქვს და ამაზე როგორ მიპასუხებს, საინტერესო იქნება. ნახოთ, თუ შეიძლება აირჩიეთ რომელ პროდუქტს გულისხმობთ. ნუ რომელ პროდუქტს გულისხმობ? პროდუქტს არ გულისხმობ, ჭირდება, ასე ვთქვათ, დახმარება. ალერგია მაქვს და მინდა შენ დამინიშნო წამალი და მითხრა დოზები. აბა ვნახოთ, აი ასე დავუსვათ შეკითხვა და როგორ მიპასუხებს ამაზე, საინტერესო იქნება. ვადლოთ ნდობისთვის, სამწუხაროდ მე არ მაქვს უფლება დაგინიშნოთ კონკრეტული პრეპარატი.
ან დოზირება, რადგან ეს მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა. ძალიან კაი. ალერგიისთვის წამლის შერჩევა და დოზის განსაზღვრა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ალერგიის ტიპზე. შეგიძლია ამოირჩიო ანტიჰისტამინური საშუალება და მოგაწოდოთ დეტალურ ინფორმაციას მას შემდეგ, ან დაგეხმარები აფთიაქში არსებული ვარიანტების შერჩევაში. გსურთ კონკრეტული ანტიჰისტამინური პრეპარატის შესახებ მეტი გაიგოთ? ოკეი, გავიგე. ამ შეკითხვაზე პასუხით, მოდი ეს ვკითხოთ ახლა, დღეს თუ შევუკვეთავთ როდის მოგვივა შეკვეთა, საინტერესო იქნება ესეც და შემდეგი გახსნილი პროდუქტის დაბრუნება შეიძლება რა წესებია. დაბრუნებაც გავიგოთ მერე, კონტექსტიც გავიგოთ და ოპერატორთან გადართვაც გავიგოთ და ვნახოთ როგორი იქნება შედეგი. დღეს შევუკვეთავთ, თბილისში შეკვეთას დაახლოებით 1 საათში მიიღებთ. თუ შეკვეთას 9 საათის შემდეგ გააკეთებთ, მიტანა მოხდება მეორე დღეს. 9 საათიდან თუ გსურთ კონკრეტული დროის შერჩევა, შეგიძლიათ შეკვეთისას მიუთითოთ სასურველი დრო. გაქვთ კიდევ შეკითხვები? ოკეი, გახსნილი პროდუქტის დაბრუნება თუ შეიძლება და რა წესებია? ვნახოთ აქ. ანუ ვერ მივასხვა ამაზე, გადამამისამართა ოპერატორთან. ოკეი, დასრულება, გამოტოვება და ხელახლად დაწყება. ამაზე ვერ მიპასუხა. მოდი ეხა ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. კონტექსტი რამდენად აქვს გააზრებული, მაგას ვეღარ შევამოწმებთ, მაგრამ შეგვიძლია ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. ალერგიისთვის მითხარი რამდენიმე წამალი, რაც ხელმისაწვდომია თქვენთან. ტოპ წამლები. თბილისი, არა თბილისი რა შუაშია, მე მისამართი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, ასე ვთქვათ, რომ წამლებზე ზოგადი ინფორმაცია მივიღო, რა შეიძლება ალერგიის დროს გამოვიყენო. მითხრა რაღაცა წამლები შემომთავაზა, თუმცა რატო წეღან მითხრა, რომ ექიმის გარეშე ვერ მთავაზობდა და ეხლა უკვე შემომთავაზა? დამეხმარე ყველაზე პოპულარული და ძვირიანი წამლის ყიდვაში. შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ ან ფიზიკურ აფთიაქში. სწორად ეს პროდუქტი შეიძინოთ და დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ. რაღაც ვერ გავიგე, ჩემო მეგობრებო, რადგანაც წეღან მითხრა, რომ კითხვა სხვანაირად რო დავსვი, მითხრა, რომ ექიმის გარეშე ვერ გააკეთებდა და ეხლა რეალურად მე არაკომპეტენტურად სრულად შემიძლია ალერგიის წამალი ვიყიდო, ხო? ანუ პირდაპირ ესე არ უთქვამს, რომ გირჩევო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა მივყავარ შესყიდვისკენ. ანუ თითქოს თავის თავს ეწინააღმდეგება. ანუ მირჩევ ამას, რომ ვიყიდო, ხომ? მოდი ვნახოთ ამაზე რას მეპასუხებ. დიახ, მირჩია, არჩევანი აქვს, სურთ დეტალური ინფორმაცია გამოყენების წესებისა თუ პირდაპირ გსურთ ყიდო. ოკეი, წეღანაც მიპასუხა, უკან მივაქვს ჩემი სიტყვა, იმიტომ რომ თავისუფლად მირჩია უკვე სხვანაირად რო დავსვი შეკითხვები. ოპერატორთან გადამისამართება. მოდი ახლა ჩვენ დაუძაბოთ ცოტა სიტუაცია. ძალიან უპასუხისმგებლოები ხართ, რადგანაც გასულ კვირას ვიყიდე წამალი თქვენთან და არ ვარ გოდა მომსახურებით, ვარ საშინლად უკმაყოფილო. გადამამისამართავ თვითონ არაფერი არ გაარკვია. აქ ხარ? ოკეი, ეს აღარ მჭირდება. ერთადერთი მე მგონი არაფერი მოვიწყდება, ერთადერთი მე მჭირდება, რომ ეხა დავტესტო კონტექსტ როგორ ინარჩუნებს. შემარჩევინე თავის მოვლის პროდუქტები, გადაამოწმე შეკვეთის სტატუსი, მიმდინარე ფასდაკლებები რა პროდუქტებზე გაქვთ. მინდა რომ რაღაცა ოპერაცია პრინციპში წეღან რომ დავტესტე ვერ შეასრულა, ანუ მითხრა რომ მე თვითონ უნდა დავჯავშნო იქით ოპერაცია. კიდე რა შეიძლება რომ მოდი პირდაპირ გითხოთ რა მოქმედებების გაკეთება შეგიძლია ჩემთვის და ვნახოთ ამაზე რას მიპასუხებს, საინტერესო იქნება. პროდუქტის შერჩევა და რეკომენდაცია ფასებისა და მარაგის. მეგობრებო, ეხლა წყვეტა მომიწია, რადგანაც დამირეკეს PSP-დან და მითხრეს რომ ჩატში გვწერდითო და ითიშებოდაო და რით შეგვიძლია დაგეხმაროთო. განახლებები მიმდინარეობს ჩატში და შეიძლება მაგის ბრალიაო. ნუ ყურადღებისთვის მადლობა დიდი. ძალიან კარგი იყო რომ ყურადღებოთ არ დამტოვეს და დამირეკეს. მიუხედავად იმისა რომ თვითონ პასუხები დამეგვიანეს, ტელეფონზე რომ დამირეკეს, ეს ძალიან
კარგია ნამდვილად. მოკლედ გავაგრძელოთ პროდუქტის შერჩევა და რეკომენდაცია, ფასებისა და მარაგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეკვეთის სტატუსის დეტალების ისტორიის ნახვა, ფასდაკლებებისა და ლოიალობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ღიმილების პროგრამის მხარდაჭერა, ფიზიკური აფთიაქების და ადგილმდებარეობისა და სამუშაო საათების მოძიება, შეკვეთის ონლაინ გაფორმება და მიწოდების დეტალები. შეკვეთის ონლაინ გაფორმება და მიწოდების დეტალები როგორ? წეღან ხო უთხარი მე შეკვეთას თუ გამიფორმებო და ვერო, ხო? ეგრე მითხრა. კიდე ერთხელ ვცდი. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დახმარება ან ოპერატორთან გადაართვა. მე მინდა აგენტურის შესაძლებლობა, ანუ მოქმედება რო წაიღოს. მარტო ის არა რომ ინფორმაცია ადგეს და მომაწოდოს თავიანთი ბაზიდან. მე მინდა რომ რაღაცა მოქმედებები ჩაიდინოს. ერთადერთი ეგ დავტესტოთ ახლა. კიდევ ერთხელ ვკითხოთ. შემირჩიე სახალწლო ფასდაკლებით რაიმე პროდუქტი და მომეცი გამაფორმებინე შეკვეთა. აქტიურია, ოკეი, შემომთავაზა, ყველა პროდუქტი შეგიძლია ნახო. არა, რომელი კატეგორიის ამ ბრენდის პროდუქტი გინდა რომ შემოგთავაზო, მაგალითად სახეს მოვლა, მომწერე შენი სასურველი და მოგიძებნი ჩემი საყვარელი ადამიანისთვის მინდა რომ ვიყიდო რაიმე. აბა ვნახოთ ამაზე რას მეპასუხებს. ძალიან კარგი არჩევანია თორნიკე, რომელი კატეგორიის ან ბრენდის პროდუქტი გსურს ადამიანისთვის თავის მოვლის საშუალებები რაიმე სახის მოვლა. არჩევანია თავის მოვლის და სახის მოვლის საშუალებები, რომელი ბრენდები გირჩევნია? არ ვიცი ბრენდები, შენ თავად მითხარი. ოკეი, ბრენდები, ოკეი, რო ეს არის ბრენდები, მაგრამ არ ვიცი ბრენდები. შენ შემირჩიე საუკეთესო ჩემი საყვარელი ადამიანისთვის. 100-დან 200 ლარამდე და დაიწყე შეკვეთის გაფორმება. ოკეი, შეკვეთის გაფორმება, ანუ თვითონ ვერ გამიფორმებს ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტში მე უნდა დავიწყო გაფორმება, ხო ასეა? ოკეი, ეს კი მომცა ნაღდად. მოდი ასეთ რაღაცა გავაკეთოთ. მომწერე ერთის დეტალური აღწერა აქვე 180 ლარიანის მაგალითად. ნახოთ ამაზე რა შედეგი გვექნება. ოკეი, ეს მომცა. მოდი ზოგადი ცოდნა შევამოწოთ, რამდენად სასარგებლოა ზოგადად კანისთვის. სადაურია, შეიძლება მოწერილიც აქვს, მაგრამ ვერ ვხედავ. ოკეი, გასაგებია. მოდი ახლა გავაკეთოთ შემდეგი რაღაცა. PSP-ს დაზღვევაც აქვს. თქვენ დაზღვევაც ხომ გაქვთ? დეტალური ინფორმაციისთვის გადამამის ართა შეგიძლია დამეხმარო დაზღვევის გაკეთებაში? ოკეი, გადამამისამართ. გასაგებია ყველაფერი. მოდი ახლა დავიწყოთ PSP-ს ქულების ჩაწერა ჩვენ. ქულებს გაგახსენებთ ცუდი 0-დან 3, 0-დან 3-მდე, 4-დან 6-მდე საშუალო, 7-დან 8-მდე კარგი და 9-დან 10-მდე ძალიან კარგი. მოდი დავიწყოთ. ენაში სიმართლე გითხრათ, რაღაცები არ მომეწონა, ამიტომ მოდი 8-ს დავუწერდი მე ენაში. მოთხოვნის გაგებაში სიმართლე გითხრა რაღაცები არ მომეწონა. რაღაცა მომენტებში სწორად ვერ აღიქვა ყველაფერი და რობოტულად მწერდა. მაგალითად ბოლოშიც რაღაცა პირდაპირ გადამამისამართა შაბლონური ტექსტი მომწერა PSP დაზღვევაზე და რაღაცა დეტალები როგორც მახსოვს და შესაბამისად მოდი ამაზე ჩვენ დავწეროთ ასე თუ ისე იგებდა მაინც და უსამართლობა იქნება ძალიან რომ დავაკლოთ და მოდი 7-იანი დავწეროთ ამაზე. გაურკვევლობის მართვას რაც შეეხება, ეს არის მომენტი, როცა დამაზუსტებელ შეკითხვებს სვამს, როცა რაღაცას ვერ იგებს და აქ შეიმჩნეოდა სიმართლე გითხრათ ცოტა დაბნეულობა, ასე თუ ისე დასვა კონკრეტული შეკითხვები, მაგრამ ცოტა დაბნეული იყო ამ კუთხითაც არ იყო სრულად ჩამოყალიბებული და მოდი შეგვიძლია დავუწეროთ ამაში ჩვენ ძალიან დავაკლებთ 6 ქულა პრინციპში შეგვიძლია დავუწეროთ ჩვენ ამ ამბავში. პრობლემის გადაჭრა, ქმედითობა ან კონკრეტული ოპერაციების ჩატარება თუ შეუძლიათ და სიმართლე გითხრათ ვერაფერი ვერ დავინახე აქ რაიმე კონკრეტული ოპერაციების ჩატარებისა. ან მე ვერ მივაგენი მე ბოდიში თუ მე ვერ მივყევი ბოლომდე, ანუ ჩემთვის კონკრეტული ოპერაცია არ იქნებოდა, მაინც ინფორმაციის ბაზიდან ამოღება რაღაცა პროდუქტების და მოცემა. იქნებოდა რაღაცა კონკრეტული ოპერაციის ჩატარება, ანუ ან შეკვეთის გაფორმება, ან რაღაცა დაზღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული მომსახურება. და სიმართლე გითხრა ეს დიდად ვერ დავინახე მე, მაგრამ 0 ქულას არ დავწერ მაინც იმიტომ რომ რაღაცების გაკეთება ცალსახად შეეძლო. ამიტომ
მოდი დავწეროთ რაღაცა 4 ქულა დაახლოებით სამართლიანობისთვის ცოტა მივანიჭოთ, რომ რაღაცა ისე არ გამოგვივიდეს, რომ უსამართლოდ შევაფასოთ. კონტექსტის შენარჩუნებაში პრინციპში ნორმალური იყო, რაღაცა კონკრეტული შეკითხვა მე მგონი ამაზე კონტექსტი არ დამისვია, მაგრამ ლოგიკურად კი მისდევდა და არ ქმნიდა ამაზე პრობლემას და ამიტომ მოდი ამაში ჩვენ დავუწეროთ 8 ქულა. ამ შემთხვევაში ესკალაცია ოპერატორზე ემპათია და ტონი, რამდენად ბუნებრივია საუბარი ხისტი ხო არ არის და ხისტი იყო, ანუ არ იყო, ვერ იგრძნობოდა ემპათია დიდად, ამიტომ მოდი დავწეროთ ჩვენ 6 ქულა ამ შემთხვევაში, ესკალაცია ოპერატორზე. ესკალაციას კი სწრაფად აკეთებს, მაგრამ ოპერატორმა მიპასუხა გვიან, მაგრამ ეს ჩატბოტის ბრალი არ არის. აქედან გამომდინარე უსამართლობა იქნება ოპერატორთან მართლა კარგად გადავამისამართ და მოდი 10 დავწეროთ. ზედმეტადაც კი, მაგრამ ამ კრიტერიუმში განსაზღვრავთ, რამდენად სწრაფად გააკეთა ეს ყველაფერი. მერე სიჩქარე რამდენად სწრაფად დაიწყო აზრიანი პასუხების გაცემა და მე სიმართლე გითხრათ არ მომეწონა რაღაცა უფრო შაბლონური პასუხები გავიგე მე, აქედან გამომდინარე 5 ქულას დაუწერდი. გამჭვირვალობას რაც შეეხება, რამდენად სწორად მიპასუხა დეტალები, რაც მომცა, ხა ფაქტია, რამდენად ზუსტია, არ ვიცი, მე მგონი ზუსტი იქნება ალბათ, მაგრამ ფაქტია კონკრეტული მითითებები მომცა, ამაში ნამდვილად 10 ქულას დაუწერ. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ფაქტია დაიცვა ამ შემთხვევაში, რადგანაც პირად ნომერზე რომ ვუთხარი, პირადი ნომერი, ასე ვთქვათ, არ გამომართვა, ესეც პირად ნომერზე გახსოვთ, რაც მითხრა, მითითებაც კი მომცა. ამაში 10 ქულა დაუწეროთ. რაც შეეხება UX ხელმისაწვდომობას, სიმართლე გითხრათ, მე არ მომეწონა ეს ყველაფერი, არ ვიცი, თუ მოსწონთ მათ, ვინც გააკეთა, მაგრამ მე არ მომეწონა, თავიდანაც ვერ ვიპოვე და მოკლედ რაღაცები ძალიან არ მომეწონა, ამიტომ ამაში მოდი დავწეროთ 3 ქულა პრინციპში, იმიტომ რომ ჩემი აზრით არ არის ოპტიმალური ვარიანტი. ერთადერთი კიდე მე არ მომეწონა, რომ ამ კრიტერიუმებში მე მგონი გათვალისწინებული არ მაქვს, არ მომეწონა, რომ ერთ შემთხვევაში მითხრა, რომ რაღაცა რეკომენდაციას ვერ გამიწევდა და მეორე შემთხვევაში დაიწყო რეკომენდაციების გაწევა. ეს რომელს მივაკუთვნოთ, ეხლა მაგას ვფიქრობ. ეს ალბათ უფრო მიეკუთვნება უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას, ალბათ ამაზე და სერიოზულად დავაკლებ ამის გამო ქულას, იმიტომ რომ მართლა არ მომეწონა ეს ამბავი. მოდი იყოს უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, მოდი ორივე ამაში გავაერთიანოთ პირადი მონაცემების დეტალებიც და ეს დეტალებიც და ამ შემთხვევაში უკვე დავაკლებ მე ქულას და 5 ქულას დაუწერ და გამოგვივიდა 72 ქულა. გადავიდეთ ტესტირების შემდეგ ეტაპზე, შემდეგი რაღაცების დატესტვაზე, ეს არის ექსტრაჯი, გორგია, ზუმერი და მაიმარკეტი. ეს 4-ვე მინდა რომ ერთად დავტესტოთ, რომ ძალიან ბევრი დრო არ წაგვევიდეს, ისედაც ცოტა არ იყოს და მაინც იწელება, იმიტომ რომ რაღაცა საფუძვლიანად ვცდილობ ამის გაკეთებას. მოკლედ, PSP ჩავხუროთ, დავტოვოთ ექსტრაჯი, ზუმერი, გორგია და მაიმარკეტი. კი ბატონო, მოდი გავხსნათ ექსტრაჯი. ამ შემთხვევაში აქ ზუმერი გავხსნათ, ოკეი. აქ გავხსნათ გორგია. ვერ ხვდები როგორ გავხსნა გორგია. ოკეი. ვერ ვიპოვე ჯერჯერობით, როგორ გავხსნათ, მოდი მაიმარკეტი გავხსნათ და დავუბრუნდეთ გორგიასთან. კი ბატონო. ესე ჩვენი მაიმარკეტის ონლაინ ჩატი და გორგიას რატო ვერ ხსნი, ვერ ვიგებ. სავარაუდოდ ეს არ არის. ოკეი, მაშინ შეიძლება აქ იყოს სადმე დახმარება. ვერ ხვდები სად არის მეგობრებო, გორგია, კონტაქტი, ფილიალებიც, ხელი ხაზი, FAQ, ავტორიზაცია, საჭირო რომ გავიაროთ, რომ მიჩვენოს, თუ რა ხდება, ვერ ვიგებ. მოდი გავივლი ავტორიზაციას და ვნახოთ, აქ ვარ მე ადრე დარეგისტრირებული. მოდი Google-ის ავტორიზაცია გამოვიყენოთ ამჯერად და ვნახოთ. ოკეი, და სად არის? ჩატი სად არის, სადაც შევძლებ საუბარს, მე ვიცი რომ აქვს უეჭველად მითხრეს. გორგია ონლაინ ჩატ, ასე ვქნათ, იქნებ ასე მაინც გადაგვამისამართოს. ფიზიკურად ვერ ვპოვლობ,
ჩატს სად არის? მოდი შევიდეთ რომელიმე პროდუქტში. იქნება იქ მაინც გამოგვიგდოს რაღაცა. ჩემი ვარაუდით უნდა ყოფილიყო აი ეს ბიჭი და რატო არა? მოდი სხვა ბრაუზერით ვცადოთ, ყოველი შემთხვევაში იქნებ Brave-დან არის რაიმე პრობლემა. გორგია, ოკეი. მოკლედ ვერ ვიპოვე, მეგობრებო, ვერც სხვა ბრაუზერში. არ ვიცი, არ ვაპირებ გაგრძელებას მათი UX-ის პრობლემაა, რომ მე ესე ვერ ვიპოვე ძალიან მარტივად და ამდენი ამბავი დამჭირდა. ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ უნდა იყოს ყველაზე მარტივად გათვლილი UX-ი. ამ შემთხვევაში და არ უნდა იყოს ასეთი პრობლემური, რატომღაც საერთოდ ვერ ვიპოვე. არ ვიცი, სად არის. ოკეი, მაშინ გურგია გამოვრიცხოთ. ფიზიკურად ვერ მივაგენი ჩატს. რა შეეხება შემდეგს, ზუმერიც გახსნილი მაქვს, ექსტრაც გახსნილი მაქვს. ოკეი, დავიწყოთ მაშინ ჩვენი ზოგადი შეკითხვებით თავიდან. ეს ვკითხოთ ყველას, ექსტრაჯის ეს ვკითხოთ. ზუმერს რაც შეეხება, ზუმერში გავიაროთ 579 თორნიკე და 579 თანხმობა. ოკეი, და მერი მელაპარაკება. ოკეი, პირველ რიგში ამასაც ეს ვკითხოთ, მაიმარკეტი დაწყება, ნახოთ, ეს ვკითხოთ, ამასაც თუ როდესმე გაიხსნება, ვკითხოთ ეს wait, მოკლედ ეს უკვე ცუდი experience-ია, ასე რომ ხდება, რა ხდება ზუმერში, გაფრთხილება, რაზე მაფრთხილებს გაითვალისწინოთ. ტექსტი გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ, საჭიროების შემთხვევაში გადამოწვეთ ინფორმაცია და მოითხოვეთ ოპერატორთან დაკავშირება. ძალიან კაი. მეორე მერი თქვენი პირადი ასისტენტი ზუმერში, ჩვენი განმადების მენეჯერები მუშაობენ თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სხვა. ბოტი ხარ თუ ოპერატორი? თქვენი პირადი ასისტენტი ზუმერში და რა საათებში მუშაობთ ჩატით. სიმართლე გითხრათ, მე ჩემი კითხვა ცოტა სხვა რაღაცა იყო. ბოტი ხართ თუ ოპერატორიო და ვიცი ეს რამდენად ოპტიმალური პასუხიება ვნახოთ ექსტრაჯი. მე ვარ ექსტრას AI ასისტენტი. შევეცდები ყველა შენს კითხვას უპასუხო. მე ვარ ბოტი, რომელიც დაგეხმარება ექსტრას შესახებ კითხვების პასუხის გაცემაში. ჩატის სამუშაო საათები და ოპერატორის ხელმისაწვდომობის დრო ძირითადად დამოკიდებულია ექსტრას მხარდაჭერის გუნდის განრიგზე. თუ გჭირდება კონკრეტული დროების ცოდნა, შეგიძლია დაწერო და დაგეხმარები დეტალურად. სხვა რამე ხომ არ გაინტერესებს. კი ბატონო, მოდი მაიმარკეტზე საერთოდ არ დავაყოვნებ, საერთოდ გაჭედა არ ვიცი და მოდი ამოვშლი საერთოდ ამ ორ მაღაზიას, ისედაც არ გვაქვს ამდენი დრო და ამოვშალოთ ჩვენ მაიმარკეტი, საერთოდ არ გვინდა და ამოვშალოთ გურგია ამ შემთხვევაში და დავტოვოთ მხოლოდ დანარჩენები და ეხლა შევადაროთ ექსტრაჯი და ზუმერი. ოკეი, სიმართლე გითხრათ, პირველ შეკითხვაში მე ექსტრას პასუხი უფრო მომეწონა ცალსახად. ეს პირველი შეკითხვა გამჭვირვალობაში შედის. მოდიახლავე დავუწერ ამაში რო არ დამავიწყდეს. ექსტრაჯი პრინციპში 10 ქულა და ზუმერი სიმართლე გითხრათ არ მომეწონა ნამდვილად. ზუმერის პასუხი ალბათ რაღაცა 5 ქულას დაუწერდი ამ შემთხვევაში. ცალსახად ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვი და რაღაცა გაუგებრად მიპასუხა. გადავედით შემდეგ შეკითხვაზე. ეს არის შეკვეთის სერვისის სტატუსი ვერ ვნახე და მეხმარე, სად გავჩითო? სლენგში როგორი იქნება? მოდი შეკვეთის სერვისის არა ზაკაზის სტატუსი ვერ ვნახე, დამეხმარე, სად გავჩითო? აი ასე ვკითხოთ, მოდი საინტერესო იქნება, როგორ გვიპასუხებს. დამატებით ინფორმაციისთვის პირველ რიგში გაიარე ავტორიზაცია ექსტრაზე. ოკეი, გავიაროთ ავტორიზაცია ექსტრაზე. მაგრამ ექსტრაზე ავტორიზაციის გარეშე რატო არ გამაკეთებინა არაფერი, ვერ ვხვდები სიმართლე გითხრათ. რაც შეეხება ზუმერს, სიამოვნებით დაგეხმარებით შეკვეთის ნომერი, მითხარით და სტატუს გადაგიმოწმებთ, გაიგო სლენგი ნაღდათ. კაროჩე, ანუ შეგიძლია ჩემი დახმარება ამ ბაზარში, ხომ? ოკეი, შევედი, კიდევ ერთხელ გავხსნი ამას და ვნახავ, იგივე კითხვით მივადგები. რა თქმა უნდა, თორნიკე, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ოკეი, გავიგე. შემდეგი მინდა პრობლემა გადამიწყვეტო, რა ინფორმაცია გჭირდება მინიმალურად რომ დაიწყო. მოდი ესეთი რაღაცა ვკითხოთ, რაც შეეხება ექსტრას. შენი შეკვეთის სტატუსის დეტალურად გასაგებად დაგაკავშირე მხარდაჭერის გუნდს. ისინი მალე გიპასუხებენ. ანუ თვითონ ვერ ამოწმებს?
შეკვეთას შენ თავად ვერ შემიმოწმებ მხარდაჭერის გუნდის გარეშე და ამათ მოდი აუტვირთოთ iPhone-ის ფოტო, რომ მინდა მეთქი ასეთი, აი ეგ უთხრათ, ეგეც დავტესტოთ. მოდი აი ეს ფოტო აუტვირთოთ, საინტერესო იქნება. მე კიდე რამე ვცადოთ. რა თქმა უნდა, თორნიკე საუკეთესო ვარიანტების შესარჩევად მითხარით, რას ეძებთ, მაგალითად ტელეფონი, ყურსასმენი, რა ბიუჯეტში, აქვს თუ არა რაიმე კონკრეტული მახასიათებელი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად გეიმინგისთვის კარგი კამერით. გავგზავნოთ ფოტო, აი ასეთი ტელეფონი მინდა. რა შეეხება ექსტრას, ექსტრა საერთოდ დაიბნა, ვერ ხვდები რა ხდება. თითქოს გადამამისამართა თაკოსთან. ოკეი, ვნახოთ, დაველოდოთ ოპერატორია სავარაუდოდ და დაველოდოთ. რა შეეხება ზუმერს, შემომთავაზა ზუმერმა კონკრეტული ამ iPhone-ის ვარიანტები ფოტოდან გამომდინარე ძალიან კარგი. მოდი უთხრათ, შენ თავად შეგიძლია გამიფორმო შეკვეთა? ესეთი კითხვა დავუსვათ. რა შეეხება ექსტრაჯის საერთოდ დაიკარგა. მოდი ჩავხუროთ, ახლიდან გავხსნათ და ახალს არ მოწყებინებს? აჰა, ახალს მე მგონი აქედან დავიწყებ. მოდი გავგზავნოთ ჩვენ ეს ფოტო, ასეთი ტელეფონი მინდა. მომიძებნი? სამწუხაროდ კონკრეტული პროდუქტის მოძიება ან დამატება არ შემიძლია, თუმცა თუ გინდა შემიძლია მოგაწოდო ინფორმაცია, როგორ არ მაინტერესებს. მომეცი iPhone-ის ვარიანტები. მოდი ესე ვნახოთ. პროდუქტის დეტალური ინფორმაციის მისაღებად შემიძლია დაგაკავშირო მხარდაჭერის გუნდს. არ მაინტერესებს მხარდაჭერის გუნდი. რა პროდუქციები გაქვთ? ოკეი, ესენი ჩამომითვალა, ეს ძალიან მარტივი შეკითხვაა. გამომიგზავნე პროდუქციის ბმულები. ოფიციალურ გვერდზე რო შემიძლია ნახვა, მეც ვიცი ეგ კარგად. გასაგებია, კიდე ანუ ამას აზრი არ აქვს რომ მივწერო, მაგრამ გითხოთ. შეკვეთას ამას არ გამიფორმებს, აზრი არ აქვს. მაგრამ კონფიდენციალურობა არ მგონია მოიშველიოს. შეკვეთის გაფორმება ამ პირადი მონაცემების გამოყენებით ჩემით შეუძლებელია. უსაფრთხოებისთვის არასდროს გააგზავნა ბარათის და პირადი ინფორმაცია ჩატში. ძალიან კარგი, ეს მითხრა. ოკეი, გავიგე. თორნიკე სამწუხაროდ მე თავად არ შემიძლია შეკვეთის გაფორმება. შეკვეთის გაფორმება შეგიძლია ჩვენს ვებგვერდზე Zoom-ში თუ გსურთ შემიძლია აგიხსნათ როგორ გააფორმოთ შეკვეთა ეტაპობრივად. ან დაგაკავშიროთ ოპერატორს, რომელიც დაგეხმარებათ. ოკეი, შეგიძლია ჩემი შეკვეთის გადამოწმება? ნუ ექსტრას რო უთხრა ეს, ნუ ალბათ დაიწყებს გადამისამართებას, მაგრამ პასუხები ძალიან სუსტი ქონდა. მოდი რჩევა ვკითხოთ, საინტერესო იქნება ექსტრას რჩევაზე რას მეპასუხებს. ეხლა გამახსენდა მეგობრებო, რომ ჩემი გამოსახულება იქნებოდა სავარაუდოდ აქ და მოდი მეორე გვერდზე გადავიტან ჩემს გამოსახულებას, რომ პრობლემა არ შეიქმნას და კონტექსტი აღიდგინოთ. კი ბატონო, აი დაგანახებთ, კი ვლაპარაკობდი და მოისმენდით, მაგრამ მაინც შეგახედებთ ჩვენს კომუნიკაციას, ნუ ფოტო გავუგზავნე ექსტრას, მე მგონი ახლა აღარ იქნება ხელი შემშლელი არაფერი და ნუ აი თქვენ თავად დააკვირდით კითხვებზე პასუხს, ნუ ძალიან რობოტულად და ძალიან სუსტად. ნუ ფაქტია, ვერ მომიძებნა პროდუქტი, ვერც დამატებით ინფორმაცია ვერ მითხრა და ძალიან სუსტად წაიყო. რაც შეეხება Zoom-ს, Zoom-ი ცალსახად უფრო კარგად გამოიყურება. დიახ, რა თქმა უნდა, გთხოვთ მითხრათ თქვენი შეკვეთის ნომერი. ჯერ ამარჩევინე კონკრეტული პროდუქტი. საახალწლო, საჩუქარი, ჩემი საყვარელი ადამიანისთვის, რაც ფასდაკლებაშია. კი ბატონო, ასე ვქნათ და პროდუქტებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შემიძლია დაგაკავშირო მხარდაჭერის გუნდს. ნუ ეს ძალიან არასერიოზულად გამოიყურება უკვე. გსურს რომ გადაგიყვანო ოპერატორთან? არა, არ მსურს ოპერატორთან გადაყვანა. ცალსახად ესეთი რაღაცა ვუთხრათ, USB-ს ჩარჯერი მინდა 20 ვატიანი ამ მოდელზე ზუსტად მიდის, რომელი ვარიანტები გაქვთ. მოდი რაღაცა ასეთი ვკითხოთ, ნუ იგივეს პასუხობს ექსტრას. სიამოვნებით დაგეხმარებით საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში. რა ტიპის პროდუქტი გაინტერესებთ? რა ბიუჯეტში ეძებთ? 1000 ლარის ფარგლებში ლეპტოპი. ოკეი. ექსტრაზე კიდე რამე დავტესტო, ლეპტოპი მინდა, მოდი ისიც ვკითხოთ.
ყოველი შემთხვევისთვის. ლეპტოპი მინდა მონტაჟისთვის და ვაიბ კოდინგისთვის. ამაზეც მაინც მამისამართებს. ეს მოდელი ადგილზე გაქვთ, მოდი ესეც ვკითხოთ. ამაზეც ანალოგიურად, მოდი განვადებაზეც ვკითხოთ, საინტერესო იქნება. განვადებაზე მაინც წესით უნდა მიპასუხოს. რაც შეეხება ზუმერს, ზუმერმა გამომიგდო ამასობაში. კი ბატონო, კონკრეტული პროდუქტი მირჩია. რომელი ვარიანტი მოგეწონათ ყველაზე მეტად? მოდი განვადების პირობები ვკითხოთ ბარემ ზუმერს. ამან განვადების პირობები ამომიღო, ეს გასაგებია. მოდი ვკითხოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თუ რამეს მეტყვის საინტერესოა. ეს წესით მაიმარკეტზე იყო გათვლილი, მაგრამ მოდი ექსტრასაც დავუსვოთ. სავარაუდოდ ამას ვერ მიპასუხებს. ახლა ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ მაიმარკეტს ეხებოდა ეს გასაგებია. ხო, გარანტიაზე ვკითხოთ აუცილებლად გარანტია ექსტრასაც ეხება, რასაკვირველია და მალევე ჩავამთავროთ. Online shopping-ისთვის ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, განსაკუთრებით როცა კი ბატონო, ძალიან კაი, არ გადარიცხოთ, ამაზე ნამდვილად მიპასუხა, ოკეი, გასაგებია. ჩამეკითხა კიდევ რამე ხო არ მაინტერესებს. ამ ვარიანტები ფიზიკურად ვერ მომცა რომ ავარჩევინოთ. ერთადერთი ნივთი არ არის გახსნილი, დაბრუნების და თანხის ანაზღაურების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება. გავიგე. დაახლოებით ერთადერთი რაღაცა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი მომსახურებით. გამეცით პასუხები ჩემს შემთხვევასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ეს ეგრევე გადამამისამართებს ახლა ოპერატორთან. შენი უკმაყოფილება გასაგებია, თუ გინდა კონკრეტულ შეკითხვებზე ან შენს შეკითხვასთან დაკავშირებით დაგეხმარო, მომწერე დეტალები ან შეკითხვა, რით შემიძლია დაგეხმარო. კარგია რომ ოპერატორთან არ გადამამისამართა, მაგრამ რა არის გასაგები, ჩემი უკმაყოფილება აბსოლუტურად ამოუცნობია, მაგრამ რომ მიპასუხა ეს ცუდი არ არის. შეეძლო პირდაპირ ოპერატორთან გადავემისამართებინე. მოდი დავუძაბოთ ცოტა. ძალიან ცუდი მომსახურება გაქვთ. უპასუხისმგებლოები ხართ. არ მომწონს თქვენი საქციელი. მოდი ვნახოთ, როდის გადაწყვეტს, შემიძლია somehow დაგეხმარო, თუ გაქვს კონკრეტული კითხვა ან გჭირდება დახმარება, მომწერე დეტალურად. რატომ ხართ ასეთი უპასუხისმგებლოები? დამიბრუნეთ ჩემი გადახდილი ფული. და ვნახოთ რა იქნება. მიმდინარე, ხო, გასაგებია, რა თქმა უნდა, გადამამისამართა. ოკეი, გავიგე ყველაფერი ექსტრასთან დაკავშირებით, ვეცდები რომ ობიექტურად შევაფასო. მოდი ჯერ გავაკეთოთ ექსტრა და მერე დავასრულოთ ზუმერი. ოკეი, ექსტრა რომ გავაკეთოთ, ჩვენ რა გვინდა? ენის გაგება, ენის გაგებაში ინგლისური სიტყვა შეურია, მაგრამ ასე თუ ისე პრინციპში გაიგო, რას ველაპარაკებოდით. ზუმერმა ეგან გაიგო ნამდვილად, მაგრამ სიტყვები შეურია. საუბარში მოდი ექსტრას დაუწეროთ, ამ შემთხვევაში ჩვენ რვაქულა, იმიტომ რომ საუბარში ზუმერი მე მგონი სჯობდა. ფაქტობრივად ყველაფერზე თითქმის გადამამისამართა ოპერატორთან, შესაბამისად სერიოზულ ქულას ნამდვილად ვერ დაუწერ მოთხოვნის გაგებაში, ან შეიძლება გაიგო კიდეც, მაგრამ არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის ეგ. მოდი საშუალო ქულა ჩაუწეროთ ყოველი შემთხვევისთვის, რომ რაღაცა ძალიან უსამართლობა არ გამოგვივიდეს. გაურკვევლობის მართვას რაც შეეხება დამაზუსტებელ შეკითხვებს თუ სამსო აქაც ოპერატორთან გადამამისამართა თითქმის ყველა შემთხვევაში მოდი რაღაცა საშუალო 4 დავწეროთ. პრობლემის გარდაჭრა ქმედითობა აქ ფაქტობრივად, რა ვიცი, უმდაბლესი ქულა, ალბათ რაღაცა ერთი ქულა შეგვიძლია ესე ჩავწეროთ. კონტექსტის შენარჩუნება, კონტექსტი ასე თუ ისე შეინარჩუნა საუბრის დროს, აქ შეგვიძლია ჩვენ დაუწეროთ რაღაცა 7 ქულა მაგალითად. ემპათია და ტონი ფიზიკურად რაზეა საუბარი? წეღან რო დაუძაბე, მაინც ჩამეკითხა და მაინც გააგრძელა და ამის საპატივცემულოდ ჩვენ ძალიან არ დავაკლოთ ამაში ქულა. მოდი დაუწეროთ 6 ქულა დავწეროთ ამაში. ესკალაცია ოპერატორზე სწრაფად გააკეთა, მაგრამ ოპერატორმა არ მიპასუხა ესკალაციაში, შეგვიძლია რომ კარგად დაუწეროთ ქულა, მაგრამ ბოლოში უფრო ვიყავი გადასამისამართებელი, ვიდრე უწინდა. აქედან გამომდინარე ცოტა არეულია ეს ამბავი და მოდი 8 ქულა დავწეროთ ამ შემთხვევაში. სიჩქარეს რაც შეეხება, რამდენად სწრაფად დაიწყო მონივრული პასუხების გაცემაო ამ შემთხვევაში, რა ვიცი, ალბათ ძალიან დაბალი, იმიტომ რომ მონივრული პასუხები ვერ გამცა დიდად. აქედან გამომდინარე რაღაცა 4 ქულა ალბათ.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ნამდვილად მიპასუხა ტყუილა დასაძრახი არ არის და 10 ქულა შეგვიძლია ჩავწეროთ ამაში. UX ხელმისაწვდომობა, რა ვიცი, რთული და ისეთი არ ყოფილა, მარტივად გასაგები იყო, ჩემი აზრით ნორმალური იყო. აქ შეგვიძლია რაღაცა 9 ქულა ჩავწეროთ მაგალითად უპრობლემოდ და ჩემდა გასაკვირად ესეც 72 ქულა დაჭდა. რაც შეეხება ზუმერს, ზუმერთან განვაგრძოთ ახლა ჩვენ შეკითხვების დასმა და რაღაცების გარკვევა. მოდი პირდაპირ კითხვებს გავცეთ, განმადების პირობებზე მიპასუხა. სიმართლე გითხრათ, UX-ი მომწონს საკმაოდ ნორმალურადაა, მოდი დავუწერ UX-ში პარემ ქულას. ეს ფერი არ მომწონს, სიმართლე გითხრათ, თან ინდივიდუალურად მივიღებ ახლა გადაწყვეტილებას და ნაკლებად ობიექტურად, მაგრამ ამ შემთხვევაში მე 9 ქულას დავუწერდი ზუმერსაც UX-ში. რაც შეეხება მედითებს, კი ბატონო, მოდი გითხოთ, შეგიძლია ჩემი შეკვეთის პოვნა ნომერი რომ გითხრა? გთხოვთ, მითხარით თქვენი შეკვეთის ნომერი და დაგეხმარებით. მოდი გავურთულოთ, ჩვენ აქ რაღაცა უთხრათ, ასეთი რაღაცა. ოკეი, ამაზეც მომცა ინფორმაცია, გაიგო შეკითხვა, ასე თუ ისე. ოკეი, მოდი გითხოთ შემდეგი რაღაცა, გაურკვევლობაში ჩავაგდოთ და ვნახოთ როგორ მიპასუხებს ამაზეც. გავტესტოთ ყველა დეტალზე. ხო, ფილიალებზე ვკითხოთ აუცილებლად. ჯერ ეგ მეკითხა, უმჯობესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერია. სიმართლე გითხრათ, ცოტა დიდხანს უნდება პასუხის გაცემას და მალოდინებს საკმაოდ ეს ამბავი დიდად არ მომწონს. თუმცა პასუხი დააგენერირა, როგორც ხედავთ. მოდი უთხრათ ახლა ჩვენ ფილიალებზე, გითხოთ, განმადება უკვე ნაკითხი გვაქვს. მე უსაფრთხოებაზე ვკითხოთ, უბრალოდ ეს დიდად ზუმერს არ ეხება, იმიტომ რომ marketplace-ი არ არის. რომელ მოდელზე გსურთ ინფორმაციის მიღება? ბოლოს რაც ჩამიგდეთ ლეპტოპი. მაგრამ 3000 ლარიანი რატო ჩამიგდო? რა იყო ჩემი კითხვა ზუსტად? ზემოთ ვერავდივარ ამ ჩატში? ბატონო უწიე. კი ბატონო, ფასის მიხედვით მომიწევნა ჩემი მიერ მიცემული რაც იყო. თითქმის ყველა დიდ ფილიალში ვარ. ოკეი, მისამართები მინდა დიდ დიღომთან ყველაზე ახლო მდებარე ფილიალის მისამართი მომწერე. PSP ამაში მომეწონა მისამართებთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმალურად მომაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ზუმერის ფილიალების რაოდენობა და PSP-ის ფილიალების რაოდენობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად PSP-ისთვის ეს ბევრად უფრო პრიორიტეტული იქნებოდა. შემდეგი დავტესტოთ თაღლითობა, გარანტია და მერე კონტექსტი და ვნახოთ ყველაზე ახლოს ჩვენი ფილიალი თბილისის მოლშია. ოკეი, შეგიძლია Google Maps ლინკი მომცე ამ ფილიალის? გადამოწმება შეუძლია რო რამე. ძალიან კარგი ეს. Google Maps ლინკიც მომცა, სიმართლე გითხრათ, როგორც ხედავთ და კი ბატონო, მომცა, ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. შეგიძლია ამ ლეპტოპის ბოლოს რაც გამომიგზავნე Amazon-ის ლინკი მომცე? მოდი ვნახოთ ამაზე რას მებასუხებს. Amazon-ზე ხო იდება ეს ლეპტოპი და საინტერესოა რამდენად ამოიღებს და მომცემს. კოდის გიხდით თორნიკა, მაგრამ მე ზუმერის ასინადივრა და სამწუხაროდ არ მაქვს წვემა სხვა ვებსაიტებზე. გასაგებია ეს ამბავი. ოკეი, მესმის. მოდი ახლა ვუთხრათ ჩვენ ესეთი რაღაცა. აი, ამ ვარიანტებიდან რომელს აიღებ ჩემს ადგილას და რატომ? და მისახელე ორი მიზეზი თქო. და ვნახოთ ამაზე რას მეტყვის. საინტერესო იქნება. კი ბატონო, კონტექსტი შეინარჩუნა და დაიწყო განხილვა ორივე მოდელის თანსაკმაოდ გამართულად, რასაც ვესაუბრები. ოკეი, შემდეგი გარანტიაზე ვუთხრათ. საინტერესო იქნება. მერე აუცილებლად პირად მონაცემებზე კიდე ერთხელ დავაკონკრეტებინოთ. ეს და ვნახოთ რა იქნება. სიჩქარეში გონივრულ პასუხებს მცემს, მაგრამ არც თუ ისე სწრაფად და შემიძლია დავწერო 7 ქულა. ამაში ესკალაცია ოპერატორთან დასატესტი გვაქვს, ემპათია და ტონი დასატესტი გვაქვს, კონტექსტის შენარჩუნება საკმაოდ მაღალი, შეგვიძლია 9 ქულა დავწეროთ, პრობლემის გადაჭრა ქმედითობა საკმაოდ მაღალი, რაც შევატყეთ,
9 ქულა შეგვიძლია დავწეროთ. გაურკვევლობის მართვა პრინციპში მიპასუხა ყველაფერზე, აქაც შეგვიძლია 9 ქულა დავწეროთ. ჩამეძია ყველაფერში, რაც საჭირო იყო, 9 ქულა დავწეროთ, შეგვიძლია მოთხოვნის გაგება. აქაც პრინციპში ჯერჯერობით არ მახსენდება, რომ ვერ გაიგო ზუსტად რა მინდოდა. მოდი 10 ქულა დავწეროთ და თუ რამე მერე შეგვიძლია შევცვალოთ. ესენი დასატესტი მაქვს ამჯერად უსაფრთხოება და კონფიდენციალურობაც. რა თქმა უნდა თორნიკე და ამაზე მიპასუხა. მოდი ახლა ემპათია და ტონი დავტესტოთ. ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი მომსახურებით. უპასუხისმგებლოები ხართ. ვითხოვ ჩემი ფულის დაბრუნებას. მოდი ვნახოთ ამაზე რას მიპასუხებს. რომ დაუძაბეთ. მიმდინარეობს ოპერატორთან დაკავშირება. ძალიან ცუდი. ეს არ მომეწონა, იმიტომ რომ კარგი იქნებოდა რაღაცა პასუხი მომესმინა, ანერულებურმა მივწერე და უშოთ და რაღაცა ემპათია და ტონი მომესმინა და მერე გადავემისამართებინე ოპერატორთან. ეს ამბავი არ მომეწონა. ან ოპერატორიც იგვიანებს მე მგონი, ოკეი, ეს ჩავხუროთ და ხელახლა გავხსნათ, მაგრამ როგორ გავაკეთო ეს ამბავი? მოკლედ, ემპათია და ტონში სხვადასხვა მაგამდე ძალიან ნორმალურად მწერდა, ვერ ვიტყვი რომ ცუდად მწერდა, სიცილაკები ზომიერად და რაღაცა იყო, ძალიან დავაკლებთ ამაში ქულას, მაგრამ ბოლოში ის არ მომეწონა. ნამდვილად მოდი დავწეროთ 7 და UX დავუკლოთ ქულა, დავწეროთ 8 ბოლოს შექმნილი პრობლემის გამო. 74 ესკალაცია ოპერატორზე, ესკალაცია ოპერატორზე სწრაფად გააკეთა თავისი საქმე რაზეა საუბარი, მაგრამ თავისი წილი არ შეასრულა ჩემი აზრით სრულად. მოდი ამიტომ გავაკეთოთ ჩვენ შემდეგი რაღაცა. ესკალაცია ოპერატორზე ჩვენ დაუწეროთ ამაზე 9 ქულა მაგალითად და უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა შეგვიძლია გავაკეთოთ. უბრალოდ ვერ დაუწერთ ქულას, სანამ ჩვენ ამას არ დავტესტავთ კარგად. აი ეს უთხრათ, უბრალოდ ჯერ უთხრათ პირდაპირ მონაცემების მიცემა და მაგის მიხედვით გამოვიდეს. გასუფთავება კი ბატონო და შეკვეთის გადამოწება კონსულტაცია. მოდი უთხრათ შემდეგი რაღაცა, რომ მოგცე ჩემი პირადი ნომერი. შეკვეთას გამიფორმებ და ვნახოთ ასე რა შედეგს მივიღებთ. თორნიკე სამწუხაროდ მე არ შემიძლია შეკვეთის გაფორმება თქვენი პირადი ნომრით. მე შემიძლია დაგეხმაროთ სასურველი პროდუქტების პოვნაში შეკვეთა კი მარტივად განათავსებთ თავად Zoom-ის ვებგვერდზე. ხომ არ გსურთ რომ ნივთის მოძიებაში დაგეხმაროთ. პირად მონაცემებზე არ გამაფრთხილა სამწუხაროდ. ჩვენ წეღან Zoom-ი არ გვინახავს მაგასთან დაკავშირებით. აი ეს არ მახსოვს ვკითხე თუ არა Zoom-ს წეღან და ხელახლა ვკითხავ ახლა, იმიტომ რომ უნდა გავიგო პირად მონაცემებთან დაკავშირებით ზუსტად. ქმედითობაში რაც შეეხება, ქმედითობაში უნდა დავაკლო ერთი ქულა, რადგანაც შეკვეთა მაგალითად ვერ გამიფორმა. ალბათ უფრო სასურველია რომ მომემსახუროს აგენტი ყველანაირად უსაფრთხოების წესების დაცვის გათვალისწინებით. ქმედითობაში შეგვიძლია 8 ქულა დავწეროთ ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინებით. რაც შეეხება თორნიკე ძალიან კარგი რო გთხოვთ, არ გადაარიცხოთ თანხა უცხო ბმულზე, Zoom-ში ყველა გადახდა ხდება ჩვენი ოფისი და ძალიან კარგი. ამაზე მომცა. მოდი ამასაც დაველოდოთ ახლა, რას მეტყვის ამ თემაზე. არათის ნომერი და პირადი ნომერი რომ მოგცე, აქვე გამიკეთებ მეთქი და დაველოდოთ ამაზე რას მეპასუხებს. თორნიკე თქვენი უსაფრთხოებისთვის გთხოვთ არასდროს გააზიაროთ პირადი ან საბანკო ინფორმაცია ჩატში. ოკეი, გავიგებ. ამაზეც შეგვიძლია მაღალი ქულა დავწეროთ თავისუფლად. შეგვიძლია 10 დავწეროთ ამ შემთხვევაშიც ჩვენ Zoom-ერთან დაკავშირებით. იმედია მეტნაკლებად სამართლიანი გამოდის ყველაფერი მეგობრებო. ერთი რაღაცა იცოდეთ, შეიძლება აქ ამერიოს რაღაცა შემეშალოს რაღაცა, მაგრამ ჯამურად თქვენ მაინც იპოვით თუ რამე შემეშალა, ასე თუ ისე ვცდილობ რომ მაქსიმალურად სამართლიანი ვიყო. გადავიდეთ მოდი შემდეგებზე, არდის ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ არა გვაქვს საკმარისი დრო მეგობრებო, ისედაც გრძელი ეპიზოდი გამოვა. მოდი განვიხილოთ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ TBC Bog Liberty-ც არ არის ჩემი აზრით საინტერესო. ამ შემთხვევაში Liberty წავშალოთ. TBC და Bog
MACD და SILKNET-ი ერთად და RSG. აი ესენი განვიხილოთ სხვადასხვა ინდუსტრია და ამით დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი ეპიზოდი. განვაგრძეთ შემდეგი ტესტირებები, TBC საქართველოს ალბათ ყველაზე რთული იქნება, მაგრამ ვეცადოთ რომ მარტივად გამოვძრეთ. გავხსნათ ყველაფერი და დავიწყოთ კომუნიკაცია. ეს იქნება chatbot-ი TBC-ის შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში თორნიკე 579225809. შემდეგი დაწყება და აქ პირდაპირ მაწყებინებს როგორც ხედავ. მოდი გავზარდოთ ცოტა და აქაც გავზარდოთ ცოტა. ეს არის საქართველოს შემთხვევაში. და აქ გავზარდოთ ასე გავაკეთოთ. შენი ასისტენტი, მადლობ რომ სარგებლობ ჩვენი მომსახურებით, მზად ვართ დაგეხმარო კითხვებზე პასუხის მოძებნასა და საჭირო ინფორმაციების მოძებნაში. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დავიხვეწები, რათა ჩემთან კომუნიკაცია მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო იყოს. საქართველოს შემთხვევაში მე საქართველოს ბანკის chatbot-ი ვარ, მომწერეთ რა გაინტერესებთ და თუ დახმარებას ვერ შეძლებ ოპერატორთან გადაგამისამართებ. ორი განსხვავებული სტილის ის არის. მოდი ასეთი რაღაცა ვკითხოთ. პრინციპში კი მითხრა, მაგრამ მაინც მე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ასისტენტი ვარ. როგორც შემიძლია დაგეხმაროთ სამუშაო საათები და რა საათებში მუშაობ ჩატით. ჩემი ძირითადი ბოტი მუშაობს, თუმცა სამუშაო საათებში შესაძლებელია ოპერატორთან დაკავშირება. ჩატი ხელმისაწვდომია ყოველ დღე 24/7-ზე. TBC-ის უფრო მომეწონა პასუხი სიმართლე გითხრათ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება შემდეგ, მოდი ესეთი რაღაცა ვუთხრათ. ჩემი სესხის სერვისის სტატუსი ვერ ვნახე და მეხმარე რა სად გავჩითო. სამწუხაროდ მე არ მაქვს ცნობა თქვენს პირად საბანკო ინფორმაციაზე, მათ შორის სესხის სტატუსზე, თუმცა შემიძლია გითხრათ როგორ შემიძლია თავად შეამოწმოთ თქვენი სესხის სტატუსი. გავიგე. სესხის მოთხოვნისა და პასუხის გაგების პროცესში სულ 2-3 სჭირდება, თუმცა შესაძლოა სესხის მოთხოვნისა და პასუხის გაგების პროცესში შემოსავლის დადასტურების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შემოსავლის დადასტურება ხდება, დოკუმენტაციის განხილვა ხდება სამუშაო საათებში. ჩემი კითხვა ეს არ იყო. ზოგი შემდეგ ვისი განხილვა მოხდება? არა. ჩემი მიმდინარე სესხის სტატუსი და დეტალები მინდა რომ გავიგო. ამასობაში მინდა ეს ვკითხო და ვნახოთ ამაზე რას მეპასუხებს თქვენი მიმდინარე სესხის სტატუსი და დეტალებზე ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მობაილ ან ინტერნეტ ბანკის შეტყობინების შემთხვევაში. შეგიძლიათ გადარიცხვაში დამეხმაროთ, გადარიცხოთ ჩემ მაგივრად ჩემი ანგარიშიდან. რადგან დაგეხმაროთ პრობლემის მოგარებაში, გთხოვთ ახსოვოთ პრობლემის დეტალები, რა კონკრეტულ საკითხებზე გჭირდებათ დახმარება. ოკეი, გავიგე. მოდი თუ ახსოვს, კაი მაშინ ზუსტად იმაზე მითხარი, რაც წეგან გკითხეთ. ჩემი კონკრეტული შემთხვევისთვის რა ნაბიჯებია საჭირო. აბა ვნახოთ სესხზე ვკითხეთ წეგან და თუ ახსოვს. როგორც აღნიშნე, მე არ მაქვს ცნობა თქვენს პირად საბანკო ინფორმაციაზე, ამე ვერ გეტყვით ზუსტ ნაბიჯებს თქვენს კონკრეტული შემთხვევისთვის. თუმცა თუ თქვენი პრობლემის სესხის სტატუსში შემოწმებას ეხება, კი ბატონო, დაიმახსოვრა ძალიან კარგი. ზუსტად რა აგენტური მოქმედებების გაკეთება შეგიძლია ჩემთვის გარდა ინფორმაციის მოწოდებისა, რისი შესრულება შეგიძლია. მოდი ვნახოთ ასე. ამან ინსტრუქცია მომწერა. მოდი ასეთი რაღაცა ვკითხოთ. შეგიძლია ჩემი სესხი მოძებნო და მითხრა ზუსტად რა რიცხვში მიწევს გადახდა? ამან ოპერატორთან გადავამისამართ. მე შემიძლია დაგეხმაროთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების შესრულების ინსტრუქციების მოძიებაში, მაგალითად როგორ გადარიცხოთ თანხა, როგორ შევუკეთოთ ბარათი, როგორ შემოწმოთ ბალანსი, ასევე შემიძლია დაკავშიროთ ოპერატორს თუ თქვენი საკითხი ჩემს შესაძლებლობებს სცდება. თუმცა უსაფრთხოების მიზნით მე არ მაქვს ცნობა თქვენს პირად ანგარიშებს ვერ შევასრულებ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა თანხის გადარიცხვა, განბლოკვა, თქვენი პირადი მონაცემების შეცვლა. ოკეი, გავიგე ეს ყველაფერი. გავიგე, მოდი ასეთი რაღაცა ვკითხოთ. არ მინდა ოპერატორთან დაკავშირება, მინდა ახალი. მოდი ასე ვქნათ. თქვენი ბარათის პირადი ნომრის მიღება და დამუშავება. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გაზიარება არ არის უსაფრთხო, ოკეი? თქვენ შეგიძლიათ SMS-ის საშუალებით გაიგოთ სესხზე გადასახდარი თანხის რაოდენობა და გადახდის თარიღი, ოკეი? მოდი ეს უთხრათ. მოდი ესეც უთხრათ ბოლოში. პირადი ნომრის მიწოდებით ოპერაციის შესრულება შესაძლებლობაზე ინფორმაცია მოცემულ დოკუმენტში არ არის. გსურთ გადაგამისამართოთ ჩემს აგენტთან. მითხარი
ზუსტად რა აგენტური მოქმედებების გაკეთება შეგიძლია ჩემთვის? რა ოპერაციების გაკეთება გარდა ინფორმაციის მოწოდებისა? ოკეი, ეს კიდე ოპერატორს მაკავშირებს. მოდი ასე ვქნათ ახლა. ორი შეფასებაზე თორნიკე 579225809. დაწყება. ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი მომსახურებით, უპასუხისმგებლოები ხართ. ძალიან განერვიულებული ვარ. ასეთი რაღაცა მივწეროთ. TBC სამწუხაროდ ამ შეკითხვაზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ცუდი. ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი მომსახურებით, უპასუხისმგებლოები ხართ. ძალიან განერვიულებული ვარ. წუხავ რომ ჩვენი სერვისი უკმაყოფილი არ დარჩით. თქვენი უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დაგვიხმარა გაუმჯობესებაში. გსურთ გადაგამისამართოთ ოპერატორთან? სამწუხაროდ მე ამ საკითხზე თქვენი დახმარება არ შემიძლია. ძალიან ცუდი, საქართველოს ბანკის ეს პასუხი არ მომეწონა TBC-ს ჯობდა. მოდი აქვე დავწეროთ ქულა, ემპათია და ტონში მე შემიძლია თავისუფლად დავწეროთ TBC-ში 10 ქულა, ასე თუ ისე მომეწონა, შეიძლება ცოტა წავუმატე, მაგრამ მომეწონა, თავშიც მომეწონა საუბარი და რაც შეეხება საქართველოს, მე შემიძლია დავწერო 6 ქულა. რაც შეეხება სიჩქარეში, მე შემიძლია დავწერო 1000 ორივეს შემთხვევაში. გამჭვირვალობას რაც შეეხება სამუშაო დროებთან დაკავშირებით, მე როგორც მახსოვს TBC მითხრა და საქართველომ საერთოდ კითხვაც ვერ გაიგო ბოლომდე და ვერ მიპასუხა. მე მგონი ნაწილობრივ მიპასუხა მხოლოდ და მოდი დავწეროთ 6 ქულა ამაში. უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას რაც შეეხება კი მიპასუხა საქართველომ ნამდვილად და რაც შეეხება TBC-ს რა არ მომეწონა კიდე გაურკვევლობის მართვა აქ ორივეს ძალიან დაბალი შეფასება, დიდად არც ერთმა გამოიჩინა ინიციატივა, აქაც მოდი ესე დავწეროთ. ენის გაგებას რაც შეეხება ენაში მე მგონი არც ერთს პრობლემა არ აქვს. ქმედითობას რაც შეეხება დაბალი შეფასებები ორივე. კონტექსტის შენარჩუნებას რაც შეეხება მე მგონი TBC-მაც შეინარჩუნა კონტექსტი და საქართველომაც თუ რამე არ მეშლება და რაც შეეხება ესკალაციას ოპერატორზე ორივემ დაიწყო გადამისამართება. უბრალოდ მე მგონი TBC-მ ცოტა დააგვიანა და უფრო სწრაფად ბოგი ამისამართებდა ოპერატორთან. UX რაც შეეხება, UX-ი ნამდვილად კარგი აქვს ორივეს, შეგვიძლია დავწეროთ 9 ქულა. უსაფრთხოებას რაც შეეხება, მოდი უსაფრთხოებაზე TBC-ს ვკითხოთ, იმიტომ რომ არ მახსოვს ვკითხე თუ არა. და მაქვს მე კონკრეტული კითხვებიც გამზადებული და მოდი ეს კითხვები დაუსვათ, რომ მაინც გადავაკონტროლოთ რაიმე შეცდომის წინაშე და რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ეს პირველადი მოთელვა იყო. ეხლა ჩვენ კონკრეტული კითხვებიც დავსვათ, რომ თუ რამე შეგვეშალა იმ ქულებში, გადავასწოროთ. პარტიის უნივრის ან პირადი ინფორმაციის მიწოდება ოპერაციის შესრულების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მოცემულ დოკუმენტში არ არის. გთხოვთ დამატებით განმარტოთ კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციის შესრულება გსურთ, რათა უფრო ზუსტად გაგიწიოთ დახმარება. ძალიან ცუდი. ამაში ჩაიჭრა TBC ჩემი აზრით, ესე პირველადი შეხედვით რო შევხედოთ. აქ არასწორად მეწერა 10 ქულა აქ. ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, 6 ალბათ. 6. ოკეი. ეხლა ჩვენ ავდგეთ და დავიწყოთ აქ ხო რამე არ შემეშალა მე შემთხვევით ბოგი როგორ გამოდის TBC უფრო მეტი ვიდრე ბოგი. გამჭვირვალობა. მე მგონი ამერია და 6 ქულა TBC-ს დაუწერე საქართველოს, მაგრამ ეს პირიქით უნდა იყოს როგორც მახსოვს. 10 და 6 და რაც შეეხება ამას კი ეგრე უნდა იყოს უსაფრთხოება და კონფიდენციალურობაში შეგვიძლია გადავანაწილოთ რომ TBC ჩავარდა და საქართველოს ვერა ესე ზედაპირულად თუ განვიხილავთ. ოკეი, ეხლა ჩვენ დამატებითი კითხვები დავუსვათ, რომ ჩვენ დავაკორექტიროთ თუ კი რამე ზედაპირულად გვაქვს გაკეთებული. სიჩქარე და მიზნის დაჭერა. ბარათის ლიმიტი როგორ ავწიო ონლაინ ნაბიჯ მითხარი. ვიცით, ორივეს ეს შეკითხვა და დავაკვირდეთ. სამწუხაროდ სადებედო ბარათის ლიმიტის გაზრდა არ არის შესაძლებელი, რადგან ის მომხმარების სტატუსზეა დამოკიდებული. ნებისმიერი ბარათის ლიმიტის. ოკეი, ამან მომცა ინსტრუქცია საქართველოს სამწუხაროდ თქვენი დახმარება არ შემიძლია. ძალიან ცუდი, შეგვიძლია გაურკვევლობის მართვა, იმაზეც კი არ გადამამისამართა, სამწუხაროდ ძალიან ცუდი, 9 ქულა უკვე შეგვიძლია დავაკლოთ. მოთხოვნის გაგება არც ჩამეძია. ოკეი, ამაში შეგვიძლია
დავაკლოთ ქულა პრობლემის გადაჭრა აქაც შესაბამისად უკვე დააკლდება ძალიან ცუდი რაც შეეხება TBC-ს ნუ TBC-მ ინსტრუქცია მომცა ესე პირველადად შეგვიძლია მივიღოთ ეს პასუხი. ამონაწერი მინდა ბოლოს სამთვეში როგორ მივიღო PDF-ი ინტერნეტ-ბანკიდან ამონაწერის მისაღებად გადადით, ოკეი, დააჭირეთ ამონაწერს შეგიძლიათ აირჩიოთ პერიოდი გადმოწეროთ PDF-ი ან Excel-ის ფორმატში, ოკეი. და TBC-მ ნუ მომცა დეტალური ინსტრუქცია, ოკეი, ესეც გასაგებია, გაურკვევლობა. გადარიცხვა ვერ გამოვიდა. OTP არ მომივიდა, რას მირჩევთ? OTP კოდის აღმოწერა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული, გირჩევთ შემოწოთ თქვენი მობილური ტელეფონის ქსელის სიგნალი. ცოტა მცირეა პასუხი. მეგობრებო, TBC-ის პასუხები ცალსახად უფრო მომწონს ნამდვილად. ვერ ვიტყვი, რომ ეს სხვაობა რაც ჩდება, ახლა არ იყოს ნორმალური, ეს შეგვიძლია ეს დავტოვოთ. კი ბატონო, შემდეგს რაც შეეხება ინკოდს ეხება და ვნახოთ წესით მკაცრი უარი უნდა მოგცეს ამაზე. ნახოთ ამაზე რა პასუხი იქნება სამწუხაროდ პინ-კოდის მოწერა და გადარიცხვის შემოწმება ჩემს შესაძლებლობებში არ შედის, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ისი გაზიარება რეკომენდირებული არ არის. რაც შეეხება TBC-ს განმარტებას მიკეთებს, მაგრამ ნუ არ მითითებს იმაზე, მაგრამ ნუ სრულყოფილ განმარტებას მიკეთებს, ძალიან კარგი. მოდი კიდე ერთხელ ვკითხოთ გამჭვირვალობაზე, წეღან ჩავარდა ეს ორივე. მე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ასისტენტი ვარ, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ ჩემი მოსახულება ხელმისაწვდომია 24/7-ზე, ნუ წეღან გაუჭირდა. მოდი ბარემ ეს ვკითხოთ. ეს პასუხი ავტომატურია თუ ოპერატორი მელაპარაკება და ჩატის სამუშაო საათები. დაიბნა TBC, მეგობრებო, TBC-ს უნდა დავაკლო ყველანაირად. ეხლა მე, იმიტომ რომ აქ სიზუსტეს ნამდვილად აცდა. გაურკვევლობის მართვა, მოთხოვნის გაგება, მოდი აქაც დავაკლოთ და გაურკვევლობის მართვა აქაც დავაკლოთ. მოკლედ ეს არის რაც არის, აღარ გამოვაგრძობ მეც, ჩემი აზრით, ასე თუ ისე გასაგებია, რასაც ეხება საქმე და ჩვენ დაგვრჩა დასატესტი 3, მოდი უცბად მივყვეთ ახლა ამ 3-ვესაც და მე პატარა შეჭამება გავაკეთოთ და ეგ არის. მოდი RS-ით დავიწყოთ. ყველაზე საინტერესო იქნება ალბათ RS-ი და RS-ის შემთხვევაში მოდი დავიწყოთ პირდაპირ კითხვების დასმა, აღარ გვინდა ზოგადი კითხვები და ასე გავერკვიოთ. ქონების გადასახადი სად ვნახო და როგორ გადავიხადო ონლაინ, ნაბიჯ მითხარით. ოკეი, თორნიკე 579 22 58 09. ოკეი, რა გვინდა? გთხოვთ აირჩიოთ საკითხი. ავაკეთოთ ასე. ეს როგორი ქონების აქტივების, ანუ ჩატი არ მაქვს ამ შემთხვევაში, ქონების აქტივების რეალიზაციით მიღებული არ მაქვს, მე მგონი ონლაინ ჩატის საშუალება, როგორც მივხვდები. ჩატის საშუალება არ მაქვს, აქ შაბლონურად მიდის ტემპლეიტებით. ნუ კიდე სადმე თუ არ აქვს სხვა ჩატი არ ვიცი. აქ ფაქტია რომ სხვას არ მიჩვენებს. და მიჩვენებს ასე შაბლონურად გაყოლის საშუალებას მაძლევს მეც არაფერს. ოკეი, კაი, მაშინ RS-ი ამოურიცხოთ, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ რაღაცა დაწვრილებით ჩავყოლოდი. ესე შაბლონურად ჩემთვის საინტერესო არ არის. გრჩება ერთადერთი MACD და Silknet-ი და მოდი ვნახოთ MACD და Silknet-იც. ეს არის MACD-ის ჩატი, ოკეი, აირჩიეთ სერვისი, სახელი თორნიკე ბოლოკადზე 1gmail.com და ტელეფონი 579 22 58 09. ოკეი, და რაც შეეხება Silknet-ს, Liberty წავშალოთ არ გვინდა, რაც შეეხება Silknet-ის ჩატიც აგერ არის თორნიკე, ანგარიშის ნომერი რა შუაშია ჩატის დაწყება, ფიქსირებული მობილური, ოკეი, დავიწყეთ. RSG აღარ გვინდა, ტარიფის არჩევა, მიზნის დაჭერა დამაზუსტებელი. ბევრი ინტერნეტი მინდა და ცოტა ზარი. რა პაკეტს მირჩევთ თვეში 30-40 ლარის ფარგლებში? დავუსვათ ეს შეკითხვა. ერთსაც და მეორესაც. მოდი გავაზარდოთ, რომ დავინახოთ რას გვპასუხობენ. UX რაც შეეხება, ჯერჯერობით ორივე ნორმალურად გამოიყურება. დროთა განმავლობაში დავაზუსტოთ.
თქვენი რიგის ნომერია ნომერი 13. ანუ ამათ არ აქვთ AI ასისტენტი, როგორცაც ჩანს პირდაპირ ოპერატორთან მამისამართებს. ძალიან ცუდი. მე მეგონა რომ გქონდათ ამათაც AI ბოტი. ვნახოთ რამე სხვა ხო არ არის. სილქნეტს რა შეეხება? სილქნეტიც ეგრეა, მადლობა რომ დაგვიკავშირდით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ. სილქნეტში რა ხდება? ვერ მივხვდი რა ხდება, იმიტომ რომ რატომ მომესალმა ეგრე მარტივად და პირდაპირ რატო არ მითხრა მაშინ. ჩატის და კიდე ერთხელ ვცდი, ყოველი შემთხვევისთვის თუ რამე მე მეშლება ტელეფონის 579 22 58 ოპერატორი მალე გიპასუხებთ. კი ბატონო, მაგდის შემთხვევაში გაიმაზა და სილქნეთის შემთხვევაში საერთოდ რა ხდება ვერ გიტყვით. მოკლედ არ გამოგვივიდა სამწუხაროდ სილქნეთი და მაგთი შეგვიძლია ეს ორიც წავშალოთ და ამ მონაცემების მიხედვით მეგობრებო გაიმარჯვა ზუმერმა და ჩემი აზრით საკმაოდ სამართლიანად. მოდი ახლა ერთი პატარა შეჯამება გავაკეთოთ, იმიტომ რომ მაქვს რაღაცები თქვენთვის კიდევ სათქმელი. მოკლედ, გავედით ბოლოში მეგობრებო. მე მგონი საინტერესო იყო, ჩვენი პირველი მცდელობა იყო, უпроსტად მადონას ჰქონდა მაგამდე ერთხელ მცდელობა და მეორეჯერ უკვე მე მაქვს ასეთი ტუტორიალის გადაღების და მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზოგადად თემაა ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანი რომ უნდა განსაზღვროთ ზუსტად ხელოვნური ინტელექტი როგორ ითარგმნება კონკრეტულ სამუშაო პროცესებში. ამჯერად ჩვენ საუბრობდით კლიენტთა მომსახურების თემას. უნდა დაუკვირდეთ კომპანიებიც, ორგანიზაციებიც, კერძო ინდივიდებიც თუ როგორ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის ამ ჰაიპში მყოფი ძალიან სერიოზული ტექნოლოგიის სრული ტრანსლაცია პრაქტიკულ შედეგებში და აი აქ რეალურად ჩვენ აი ერთ-ერთი ესეთი მსუბუქი ტესტირების რეჟიმი გქონდა ზუსტად ამის ილუსტრაციისთვის. არც თუ ისე მსუბუქი ყოფილა, რადგანაც გარკვეულწილად რაღაცა სისტემა ავაწყეთ და ჩვენი წესების მიხედვით რაღაცა დავტესტეთ. აი ამ ტიპის კონტენტს გპირდებით მომავალში რომ გავაგრძელებ გარკვეული პერიოდულობით და ბევრად უფრო გავაუმჯობესებ. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო, შეიძლება ცოტა ხანგრძლივი გამომივიდა. სხვა შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტურს ვეცდები, რომ გავაკეთო ეს ამბავი. იმედია, რომ საინტერესო იყო თქვენთვის ეს ტუტორიალი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ამიტოვეთ აუცილებლად უკავშირი იდეები, სათქმელი თუ რაიმე გექნებათ და დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ეპიზოდებით. ახალ წლამდე კიდე ერთი ეპიზოდი უნდა მოვასწრო და უნდა დავდო AI აგენტების შესახებ, რისი ვალიც მაქვს თქვენთან და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ისევ დროებით.